კაი გამარჯობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავთანხმდით სტუმრობაზე. თრად ბავშვი არ ვიყავი, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ თინეიჯერობისას შეყვარებული ვიყავი თქვენზე და მე მგონი ყველა შეყვარებული იყო. ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ნათელის პერიოდი. ნათელის ხივი იყო, იმ სიბნელის ეპოქაში იყო ნათელის ხივი, კი. მოკლედ, თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მენეჯერი. ზია შარაშიძე ყოსტუმრად. კიდევ დიდი მადლობა და ლადოს უმეჩხუება ხოლმე, რომ პრობლემებზე ლაპარაკობ ბევრსო და რაზეც გავბრაზდი, როგორც ჩვევია ხოლმე ლადო, ძალიან ბევრი სიგარეტის ნამწვი ზოგი სკამში იყო შერჭობილი, ზოგი ძირს ეგდო. ბუნებრივია აქ ვინც მუშაობს ის ხალხი ცდილობს რომ სისუფთავე დაიცვას, მაგრამ მამებმა და კაცებმა და ვინც ეწევა არ ვიცი, იმათაც რომ ხელი შეუწყონ, ურიგო არ იქნებოდა. მით უმეტეს ამ ჩვენ უსაქციელობას ჩვენი შვილები ხედავენ და მე რო გაიზრდებიან ისინიც ასე დაანაგვიანებენ და დაყრიან და ყოველთვის ეგ მოხს ხოლმე ჩემ შვილებთან ხვეწნა მუდარ არ რჩევა რომ ძირს ნაგავი არ დაყაროთ და მით უმეტეს იქ სადაც ბავშვები არიან ნუ დავანაგვიანებთ რა. მიუხედავად იმისა, რომ დამალულად დევს და თითქოს ხო, აი შეჩურთული იყო რაღაცეებით. ეგ არ არის გამოსავალი. ხო, ძირს არ დააგდო. ძირს არ დააგდო. ხო, ძალიან მარტივი ჩვევებია ხოლმე და შეიძლება ვერც აანალიზებდეს ის ადამიანი, რომ რაღაცას აშავებს მაგ დროს და ალბათ კარგი იქნება, რომ მიუთითოთ ხოლმე და იმიტომ რომ ჩვენთან ესეც არის, რომ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჩვენ თვითონ მოქალაქეებს გვერიდება ხოლმე რაღაცისთვის რჩევის მიცემა, ან რაღაც შენიშვნის მიცემა და გვერჩევნია, რომ დაუშვათ ზედმეტად კონფლიქტში არ შევიდეთ ვიღაცასთან ამ დროს. ალბათ ესეც რაღაცა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილია ერთ-ერთი, რომ ვიღაცა რაღაცას არასწორად აკეთებს, შენიშვნა მივცეთ და ერთხელ ორჯერ 10ჯერ ვიღაც რო ეტყვის, მე ალბათ დაამახსოვრდება, რომ რაღაც არ უნდა გააკეთოს და თუმეტეს ხა ზოოპარკში ძალიან ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ არა მხოლოდ თვითონ ტერიტორიას, არამედ ცხოველების ვოლიერებსაც ანაგვიანებენ და ამ შემთხვევაში მე შეიძლება ეს ფატალურად დასრულდეს, როცა ცხოველმა შეიძლება ესეთ რაღაც შეჭამოს, რაც დაღუპავს. ცა ყოველთვის დიდად აწერია რომ არ აჭამოთ და მაისგანა დააჭმევენ. შეიძლება რომ დააწერო, აჭამო, მე აღარ აჭამო. ყოფილა რამე გართულების შემთხვევა ამ დამთვალიერებლის მხრიდან? კი, ყოფილა, ძალიან ხშირია ხოლმე. როგორც წესი აჭმევენ დაუშვათ ბურბუშელას, ნაყინს, მარილიან ჩხირებს, რაც საზიანოა ცხოველის ჯანმრთელობისთვის და გქონია ცუდი შემთხვევებიც. ასევე დაუშვათ პარკებს, რო ყრიანის პარკიც შეიძლება შეჭამოს ცხოველმა და ამასაც მოყოლია გართულება. ხო და ესეც უცნაურია ხოლმე, რომ როცა აძლევს შენიშვნას ადამიანს, ეწერია რომ არ აჭამოთ ცხოველებს, მისცემ შენიშვნას და იქით გეჩხუბება, რომ რას ქვია, არ ვაჭამო. მე მქონდა ერთხელ შემთხვევა, რომ ვიღაცას მივეცი შენიშვნა ირმებს ყვებავდა და რას ქვია, უკაზე ეს ირემი, ჩემი გაზრდილია. ასე უკადრისობთ ხოლმე შენიშვნებს, მაგრამ არა უშავს. წესებთან შეგუება ქართველებს ცოტათი გვიჭირს ხოლმე, მაგრამ იმედია ჩვენთანაც რაღაცები. ხო და მოდი კითხოთ ესეთი რაღაცას რომ ეხლა სადაც ვხედავთ კამერის უკან არის ლომის ვოლიერი. უბრალოდ საცხოვრებელი და რომ მოვედით ბატონი ცხოველთა მეფე იკვებებოდა და ხანდახან შეიძლება დაიღრიალოს რაღაცა და მაყურებელს რო არ შეეშინდეს, რომ ჩვენს უკან არის ცხოველთა მეფე, რომელიც ჩაწერას ესწრება და გვიყურებს. ბრძანება დიცემულა. ამ ჩვენი შესავალი დიალოგიდან გამომდინარე ასეთი კითხვა რო დავსვათ, როგორ ვასწავლოთ შვილებს, რომ მნიშვნელოვანია მოფრთხილება, გარემოსი და ცხოველებთან ურთიერთობა, როგორ ვასწავლოთ, რა გამოცდილება შეიძლება გაუზიაროთ რა. პირველ რიგში საკუთარი მაგალითით. იმიტომ რომ ბავშვები ვიცით უკვე ყველამ რომ სწავლობენ მიმბაძველობით და რა მაგალითსაც ვაძლევთ, ისინიც უნდათ თუ არ უნდათ რაღაცნაირად იმეორებენ ამას ბავშვობაშიც და მე უკვე ზრდასრულობაშიც. ამიტომ საკუთარი მაგალითით. ეხლა ჩვენთან ძალიან ბევრი მოსწავლე ყავს ზოოპარკში, გვაქვს საგანმანათლებლო ცენტრი, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი. და ეს ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ხოლმე ჩართულები ზოოპარკის ყოველდღიურობაში. და რასაც ვაკვირდები, ბავშვებს არ აქვთ ხოლმე შიში და ზიზღი რაღაც სახეობების. კი. და მხოლოდ დასწავლით იწყებენ ისინი რაღაცების მოძულებას, დაუშვათ ეს ეხება
გველებს თუ ანუ ძირითადად ქვეწარმავლებზე ახალმე ეს ერთხელ მქონდა შემთხვევა რომ აბრეშუმის მუზეუმში ვიყავი საკვირაო სკოლაში სტუმრად მისული და ვიცი რომ ზოგადად ბავშვებს აინტერესებთ ქვეწარმავლები და წავიყვანეთ ზურგჩანთით 2 გველი და ახლა თავიდან რომ მივედი ამ ბავშვებთან ჯერ ვისაუბრეთ ცხოველებზე ის სხვადასხვა თემებს შევეხეთ და მე ახლა პირდაპირ ესე არ მომიღია ეს გველები და უბრალოდ ვკითხე რომ აბა რა შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ ახლა აქ რო გველი მომეყვანა და ყველა ის აენთო რა მაგარი იქნებოდა მას და მე ამოვიყვანეთ ეს 2 გველი და ძალიან საინტერესო სანახავი იყო რომ ეს ბავშვები მოდიოდნენ და კოცნიდნენ ამ გველებს. აი ეს ეჭირათ და კოცნიდნენ და მშობლები და მასწავლებლები გავიდნენ ოთახიდან. ხო და ანუ ეს არის ხოლმე კი არის რაღაც ქვეცნობიერი შიშები რომლებიც ადამიანებს აქვთ და მათ შორის ქვეწარმავლების შიშიც ერთ-ერთი მათგანია რომელიც ალბათ ძველი ტვინით მოგვდევს რომ რაღაცას საფრთხე ამასთან დაკავშირებული, მაგრამ საკუთარი მაგალითით რომ ქუჩაში ალბათ ყოველს გვინახავს დაუშვათ მშობლები და ბავშვები, როცა უკრძალავენ რომ არ მიხვიდე, საშიშია, გიკბენს და ეს ინფორმაცია მე რაღაც ალბათ შიშად ყალიბდება უკვე ზრდასრულობაში, ხო, როცა ეშინიათ ძაღლების, ეშინიათ ობობების გველების, თავისთავად კრაზანების, ფრინველების, ესეც ხო თავისით შეიძლება ხო ალბათ რომ უცბად ადამიანმა გაიღვიძოს და თქვას რომ მე მეშინია, ეხლა ეს ყვავი რო დავინახე. ალბათ რაღაც მოხდა ხო მის ბავშვობაში ისეთი, რამაც ჩააგონა რაღაცა არასწორი. ჩაუტოვან, დაუშვათ მოხდა შემთხვევა რომ ძაღლმა უკბინა ბავშვს, ხო, აქაც ის კი არა რომ ეს აზიზღარი ძაღლი როგორ გიკბინა და მე მთელი ცხოვრება რომ ზულდეს ამ ბავშვს ამ ძაღლების ალბათ მოქცევის წესებიც უნდა ვასწავლოთ ხო რომ დაუშვათ ის რომ უცხო ძაღლს არ უნდა გაენთო და არ უნდა ჩაეხუტო და პირში არ უნდა ჩაუყო ხელები ხო იგივე თუნდაც გველი რომ დაინახავ არ უნდა მივარდე და რაღაცა ჯოხების ჩხიკინი არ უნდა დაუწყო რომ ისიც ცოცხალი არსება მას თავისი როლი აქვს ამ ჩვენს ბიო მრავალფეროვნებაში ბავშვურ ენაზე და რა ვიცი, ყველა არსება შეიძლება გამოუნახო რაღაც ისეთი, რითიც ბავშვს დააინტერესებდა. მე ეს, რა ვიცი, მე ესეც ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში და გაამართლა. ადრეც მე მგონი რომ ჩემი შვილი ყავდა აქ მოყვანილი გველების ოთახში, 3 წლის იყო. აი უბედნიერესი, ყველაზე კმაყოფილი წამოვიდა იმ ოთახიდან და უკაკუნებდა ფანჯარაზე რომ მოეხედა ერთმა გველმა შეხედა და უბედნიერესი იყო. ეხლა გველი რო ტელევიზორში დაინახოს შეიძლება შეეშინდეს. ანუ გამომდინარეობს ალბათ ჩემგან და ჩემი მეუღლისგან, იმიტომ რომ რამდენჯერმე უარყოფით კონტექსტში ვახსენეთ და ბუნებრივი შიში გაუჩნდა უკვე. თორე იმ 3 წლის ასაკში მანამდე რო არ ქონდა გაგონილი, აღფრთოვანებული იყო გველები. და ისეთ თვისებებს აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ერთხელ რაღაც პოსტიც ჰქონდა დაწერილი იგუანაზე, რომ ზრდასრულებისთვის რაღაც საზიზღარი არსებაა და აი ბავშვებს რო კითხო, რომ აი როგორია, აბა ამიღწერე და ზოგი დრაკონს დაინახავს, ზოგმა თქვა მაშინ, რომ აი რაღაც სათამაშოსავით თვალები აქვს. ზოგი ამბობს იღიმის, ან რაღაც დეტალებს ისეც აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მე ეს შიშიც რომ გაიცნობენ ახლოს ამ არსებას და დაუშვათ მის გარეგნობას შეისწავლიან მის თვისებებს, რა ფუნქცია აქვს, ხო, როგორ ცხოვრობს, ის ცხოველი რაღაცა არ არის მისთვის მხოლოდ შორეული წარმოსახვითი მტერი, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს და რაც უფრო ახლოს იცნობენ, მე უფრო მეტი თანაგრძნობა უჩნდებათ მათ მიმართ. ამიტომ ხო, წესები უნდა ვასწავლოთ, უნდა გავაცნოთ და აი ეს რაღაცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილე ყოველთვის საშიშია, საჭიროა, მაგრამ ეს რაღაცა შიში არ უნდა ჩაუნერგოთ, ხო, ადამიანს ეშინია იმის, რასაც არის. ხო და შედეგი შეიძლება ალბათ რომ აგრესიაც იყოს და მე მოუნდეს არ ვიცი რადგან მეშინია უნდა მოუკლა. კი რა თქმა უნდა ესე ახლა ჩემთანაც უბანში სულ ისე მაქვს მეზობლებთან რომ ნუ ხოცავთ ამ ხოკერებს იმიტომ რომ არაფერს არ აშავებენ თვითონაც ფიკია რომელიც არაფერს არ აშავებს და პირიქით შეიძლება სასარგებლოც იყოს ხო იქ გარემოში სადაც უამრავი რაღაც მავნებელია მაგრამ არა უნდა რაღაც თავი გაუსრისონ და
ესეც ხო ალბათ ინფორმაციის ნაკლებობაც და განათლება, როცა ადამიანი ბავშვობიდან ეცნობა გარე სამყაროს და იღებს ინფორმაციას. განათლება რო ახსენეთ და წეგან ბავშვებიც უბრალოდ ვიტყვილა და ჩემი შვილიც 10 წლის არის, ბოლოს რო იყო გამოცხადებული, შაბათ-კვირას არის ხოლმე. სკოლა ქვია თუ როგორ ქვია, აღარ მახსოვს. საკვირაო სკოლა. საკვირაო სკოლაში ჩემი შვილიც 10 წლის დადიოდა, მეც დავყვებოდი და აი ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვისაც და ის რომ ბავშვებისთვის ამ განათლების მიცემაზე ზრუნავთ, ეგ ცალკე მადლობისათქველია და მადლობა ჩემო ბატონო და ბრძანეთ პატივცემულო ვლადიმერ. ზოგადად როგორ ეხმარება ცხოველები ბავშვებს ემოციურ განვითარებაში? რამდენად დიდ როლს თამაშობენ? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როდესაც ბავშვს აქვს უშუალო შეხება, ახლო შეხება ცხოველთან, მე მგონია რომ მე ზრდასრულობაში ნაკლებს ავარაუდოა რომ რამე დაუშავოს სხვა ცხოველს, ხო? იმიტომ რომ რა ვიცი ხა ჩემ გარშემოც ბავშვების გამოცდილებით ჩვენც უყვავდა სახლში რაღაც ცხოველი და აი წარმოუდგენელია ხა ჩემთვის რომ ჩემ შვილს ოდესმე მოუვიდეს აზრად რომ რომელიმე ძაღლს რამე ზიანი მიაყენოს, ხო? როცა უყვავდა ძაღლი და განსაკუთრებული რაღაც ურთიერთობა აქვს მათთან და მე ვფიქრობ რომ აი ეს თანაგრძნობის მომენტი მაინც უჩნდება ბავშვს პატარობიდანვე ზრუნვის როდესაც ყავს გვერდით არსება რომელსაც მისი ზრუნვა ჭირდება და ის ამ სიყვარულს გასცემს უშუალოდ და მე ხო აი არ მგონია რომ ბავშვი რომელსაც სახლში ყავს რაღაც ცხოველი და ზრუნავს მასზე უყვარს რომ ის სამომავლოდ რაღაცას დაუშავებს მერე ცხოველს ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რომ ეს თანაგრძნობის და ზრუნვის და სიყვარულის თქვენ ყავდათ ბავშვობაში ცხოველები? ეს იქ ძალიან უცნაური ბავშვობა მქონდა იმიტომ რომ ეს იყო 90-იანები როცა ახლა ჩვენც არ ყოფნი და საკვები და ახლა კიდე ახალი მჭამელი ოჯახში ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა მე სულ მინდოდა ძაღლი მაგრამ რა თქმა უნდა არ მომწეს ამის საშუალება მაგრამ სამაგიეროდ ესე იგი მყავდა თუთიყუშები მყავდა ქათმებიც კი ეს ის პერიოდი იყო როცა არც საჭმელი იყო არც გაზი არც დენი და ყავდა ქათმები რომლებიც აივანზე მოუწყო მამაჩემმა ესეთი რაღაცა თავშესაფარი იყო ხოლმე ეგრე ხო ეს 2 თუ 3 ქათამი ყავდა და მე შუა დღეს ეს ქათმები და გაგვესეირნებინა იმიტომ რომ გარეთაც ხო უნდა გაელოთ მარტო აივანზე ხო არ იქნებოდნენ და ჩავსვამდი ხოლმე ჩანთაში ამ ქათმებს და შუა დღეს ეზოში მიმყავდა სასეირნოდ ბავშვობაშიც ხო რაღაც ეს ჩემი ცხოველების სიყვარული ძირითადად ესე ქათმები დიფარგლებოდა ადრე ბავშვობაში წავდა ერთი ქათამი რომელიც კოჭლი იყო და მე ხის ფეხი გაუკეთეთ და ძალიან კარგი ქათამი გამოდგა ის მე კომისავი ხო მე კიდე ერთი დედალი ქათამი მყავდა რომელსაც წიწილებიც ეყოლა არ გამოდის წიწილები გამოჩეკა ამ ქათამმა და მე ეს წიწილები რომ გამოჩეკა მეტყობა რაღაცა დაერღვა დიდხანს ჯდომისგან და ფეხზე ვეღარ დგებოდა ამიტომ ეს ქათამი თავის წიწილებიანად ასევე უნდა ჩამესვა ჩანთაში და სასეირნოდ მიმყავდა ეს წიწილები დარბოდნენ და ამ ქათამს უბრალოდ ესე დავდებდი ხოლმე და ეს ბავშვები იმის გარშემო სახელსაც ხო არ გქონდით ხოლმე სახელებს ვერ ვიგონებდი ხოლმე ბავშვობაში ხო და რაღაცა არ მახსოვს რომ ამ ქათმებისთვის რამე სახელები დამეკვა მაგრამ თუთიყუშებს ვარ ქმევდი ზოოპარკის Facebook გვერდის პოსტებიდან გამომდინარე ძალიან გამიკვირდა რომ თქვენ სახელებს ვერ იგონებდით ხო, აი რატომღაც ესე იყო, რომ სახელებს ვერ ვიგონებდით, ჩიტი რომ ყავდა, იადონი ყავდა თუ თუთიყოში, ჩიტი ერქვა ყველას, კატა რომ ყავდა, იმას ფისო ერქვა. და ხო, რა ვიცი, ეთყობა მე ასაკში ვისწავლე სახელების დარქმევა. ყველაფერს თავის სახელი მოგვიანებით დავარქვი. ლადოს ყავს კატა ნაზიკო. მე მყავს კატა მარგო, მაგარი ტუტუცია. ამის ნაზიკო და ჩემი მარგოც. ხო ნაზიკო ოღონდა მაგ ნაზიკოს ერთი ისტორია აქვს რომ ყველა კატა ახლობით 2000 წელს მამაჩემმა ქუჩაში იპოვა აბსოლუტურად გაურკვეველი ჯიშის ლეკვი და მოიყვანა სახლში და დავარქვით ბიჭიკო ხო და ბიჭიკე და ნაზიკე ხო ცნობილი ანეკდოტის გვირები არიან და იმის მერე რა კატაც ყავდა ყველა იყო ნაზიკო ყველა ნაზიკო იყო და ეს არის დაახლოებით ნაზიკო მე-4 სავარაუდო ან მე-5 არც ერთი არ იყო ნორმალური და ეს ყველაზე არანორმალური. სამაგიეროდ ეზოში აღარ არის, აღარც თაგვი, აღარც ქვემძრომი, აღარც მატლი, აღარც ჭია. მუსლი გავლობა. განადგურა, ხო? კატა მეც მყავდა, კი, ძალიან კარგი კატა იყო, ფისო. მაგრამ ძირითადად მყავდა ხოლმე თუთიყუშები.
და ეს თუ ტიპოშები ჩვენ გვინდოდა, მაგრამ რეალურად მე მამაჩემი უვლიდა ხოლმე თუ ტიპოშები. როგორც ხდება? ხო, როგორც ხდება ხოლმე. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, როცა ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ცხოველი მიიყვანოს სახლში. ამ შემთხვევაში უნდა გავათვითცნობიეროთ ყველა ის პასუხისმგებლობა, რომლის აღებაც მოგვიწევს, იმიტომ რომ ცხოველი არ არის სათამაშო, რომლითაც გაერთობი და მე ოჯახში გადააგდებ, ამიტომ თუ მოყავს ძაღლი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ძაღლს ჭირდება მოვლა, გასეირნება და ასე შემდეგ და თავიდანვე უნდა გადავწყვიტოთ, გვაქვს ამის თავი თუ არა. ზუსტად მაგ მიზეზის გამო ჩემ შვილებს უნდათ ძალიან პატარა ძაღლი. მაგრამ აი ვერ გავრისკეთ მე და ჩემ მეუღლემ რომ ეგ ნაბიჯი გადავდგათ, იმიტომ რომ გვეშინია რამდენად სწორად და კარგად მოვუვლით და მე ყოველთვის მიყვრიშდა და ქალაქში რომ დიდი ძაღლები ყავთ ხოლმე მით უმეტეს კატა ყავს ახლა корпуსის სახში და ისიც გვიჭირს კატის მოვლა და ძაღლი ალბათ უფრო რთული იქნება, არ ვიცი, სწორე ხო? სულ ყავს რაღაცა ძაღლი ყოველთვის არის, ოღონდ არასოდეს ჯიშიანი ძაღლი არ ყოლია. გადაწყვიტა მამაჩემ რომ ყოველთვის უნდა იყოს რაღაც. და ეხლა ყავს მერსედესი. სახელებში მაგრათა ხარ თქვენ. სახელებში მამაჩემია როგორც წესი ნათლია და კახა ყავდა ძაღლი. ჩვენ გაგვანძღავენ ეხლა. ვიტყვი რატო იყო კახა რა. მაშინ კახა თარგამაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მამაჩემ ხო კახა იყო დედალი, ამ ყველაფერში საინტერესო იყო. ძია, მამა ახსენეთ და მამასთან ურთიერთობას როგორ გაიხსენებთ? თან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ მამა იყო წესიერების აპოთეოზიო და კი. მამასთან ურთიერთობას მამაჩემი გარდაიცვალა 14 წლის წინ, 13 წლის წინ. ის საკმაოდ გვიან დაოჯახდა. და მე რო გავჩნდი, იყო უკვე 52 წლის. და განსაკუთრებული დედის ერთად ხართ? არა, დედის ორა. ძმა მყავს კიდევ. უბრალოდ ჩემი ძმა უფროსია, ჩემზე 4 წლით. და ხო, მამაჩემი ძალიან წესიერი და პატიოსანი კაცი იყო. აი უკიდეგანოდ მისთვის გამორიცხული იყო რაღაც პატარა გადაცდომაც კი. და მგონია რაღაც ჩვენს მან მიგვაჩვია იმას, რომ რაღაცნაირად წესიერები გავიზარდეთ. დასჭა ჩხუბი როგორი იყო ამ? დასჭა ჩხუბი ახლა რა თქმა უნდა იყო მკაცრი იყო სხვათა შორის, საკმაოდ მკაცრი იყო. დედაც არ ჩამორჩებოდა, მაგრამ ეს სიმკაცრე ცხადია არ გულისხმობს რაღაც ხელჩართულ ბრძოლას და ახლა არ უცემივართ და ძალადობას არ ქონია ადგილი, მაგრამ მკაცრი იყო. მკაცრი იყო და განსაკუთრებით ცდილობდა, რომ როგორც ჩანს ეს იგი უკვე იმასაკში იყო, რომ ყველანაირი სირთულე და პრობლემა ცხოვრებაში უკვე გამოვლილი ქონდა, ამიტომ ჩვენ ვიყავით ხოლმე მუდმივი მითითებების ქვეშ, რომ აი მაგალითად ახლა მამაჩემი აი სიცოცხლის ბოლო დღემდე ვარჯიშობდა იოგას. მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა. მე არ მახსოვს დღე, როცა არ ევარჯიშა. ტელევიზორსაც კი რო უყურებდა, იოგას პოზაში იჯდა ხოლმე და იქ ქონდა მე სპეციალური რაღაც ფიცრები, დასაჯდომები, რაღაც ბალიშები და ჩვეულებრივადაც კი არ იჯდა, ანუ ესე დივანზე კი არ იჯდა, არამედ სპეციალურ რაღაც პოზაში იჯდა, რომელიც რაღაცას ხელს უწყობდა და ჩვენს მუდმივად ეს ქონდა რომ ივარჯიშეთ და იმის მესმოდა ხოლმე ეს ივარჯიშეთ რომ არასოდეს არ ვარჯიშობდი სანამ მე თვითონ მაგასაკში არ შევედი რომ მივხვდი რომ თურმე ძალიან საჭირო რაღაცას გვასწავლი და მაგასაკში ხო მანამდე უკვე ეთყობა ხშირად რომ გეუბნებიან და უკვე რომ გთხოვენ რომ ეს აკეთო საკმაოდ მკაცრად და რაღაცა შეიძლება იძულებაშიც გადადიოდეს ეს უკვე მე რაღაცა ის გაქვს ალბათ უკუაგდებ ამას და სანამ შენ თვითონ არ მიხვალ მაგ გადაწყვეტილებამდე რაც არ უნდა ვიღაცა გეჩიჩინოს და გაუწიოს ამას პროპაგანდა მაინც ვერ გააკეთებ სანამ თვითონ არ მიიღებ მაგ გადაწყვეტილებას და ისე იყო ძალიან მზრუნველი და ესეც ახლა მაშინ როგორც ჩანს ახლა არ უყირდებოდი ხო მის რაღაც მოქმედებებს რას რატო აკეთებდა და ახლა ვიხსენებდი ბოლოს ჩემ შულს ვესაუბრებოდი საუზმის მნიშვნელობაზე და მაშინ გამახსენდა რომ შაბათ-კვირას როცა გვიან ვიღვიძებდი მამაჩემი დილას შემოდიოდა ხოლმე და რაღაცა მაინც შეჭამეო და მე დაიძინეო და მე ახლა რაღაცებს რო ვკითხულობ და ისე თურმე მისი ესე იგი მიზანი იყო რომ დილას ეს
დილის საკვების მიღებასთან ერთად ნაღვლის წვენი გამოიდევნება ინტენსიურად და რომ არ დაგუბდეს აი ღამის ძილის მერე ეს ნაღველი და რაღაცა ნივთიერებათა ცვლა გააქტიურდეს, უნდა შეეჭამო დილას რაღაცა საუზმე, ხო და აი მაშინ ეხა მახსენდება ხოლმე რაღაცები, რასაც მაშინ აკეთებდა და მე არც უსმენდი და რაღაცა ესე ერთ ყურში შეუშვებ და მეორეში გამოუშვებ და ხო ესეა ხოლმე ეხა რაც არ უნდა ვეცადოთ მშობლებმა ძალიან ბევრ რაღაცას უბრალოდ ვერ ვაიძულებთ რაღაცის გაკეთებას შვილებს, სანამ თვითონ არ მივლენ ამ გადაწყვეტილებამდე. ცხოვრება სანამ არ მიიყვანს მაგ გზამდე. რამდენი ეგეთი შეცდომა დაგვიშვია მშობლების რჩევა, რომ და ისა და მე რო ხვდები რომ თურმე მართალია. და ეხლა შენი შვილი რო იგივეს იმეორებს და შეეროლერები გეშლება, აი ეგ არის ძალიან ცუდი. ეგ ეგრეა, ხო. ამიტომ ეხლა ვცდილობ ხოლმე რომ ესე პირდაპირ მითითება კი არ მივცე რომ ესე უნდა გააკეთო. ვეუბნები რომ არის ალტერნატივა რომ ესე გააკეთებ, ესე მოხდება, ესე გააკეთებ, ესე მოხდება და შენ აირჩიე რომელი გირჩევნია. და რაღაცნაირად იმასაც უწყობ ხელს რომ თვითონ შეძლოს რაღაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და თან როცა აჩვენებ ალტერნატივას, მე შეუძლია ხო უფრო. ესე იგი, რაღაც ალტერნატივებს მოკლედ თავაზობ ჩვილს. რამდენიმე სტუმრის წინ ყავდა ერთ-ერთი ფსიქოლოგი და პრინციპში ყველა სპეციალისტთან ვსაუბრობთ ამაზე, რამდენად მავნე და ცუდი ზემოქმედების მქონე შეიძლება იყოს ბავშვის ფიზიკური დასჯა, ხელით შეხება. და კომენტარებში და ეს სპეციალისტი ამბობს, რომ ბუნებრივი არ შეიძლება ბავშვს ფიზიკურად შევეხოთ და კარგად გემრიელად გულანძღეს კომენტარებში ერთ-ერთი მახსოვს ძალიან კარგად, რას ლაპარაკობთ, მეო დედაჩემი რო დამიჭერდა თვები და რომ მაცლი და ღერაღერაო. ეხლაო სიცილით ვიხსენებო. მე მაპატიეთ. არ ვიცი მე ბავშვობაში ცემა სიცილით გასახსენებელი მე პირადად არ გონია, შეიძლება ვცდები. თქვენი დამოკიდებულება მინდა ფიზიკურ დასჯაზე რომ მოვისმინო მზია. აბსოლუტურად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ მქონია მსგავსი გამოცდილება ჩემ შულზე თუ საუბრობთ, არც მოთხოვნილება არ მქონია რომ ფიზიკურად დამესაჯა. არც სიტუაცია არ ყოფილა ისეთი რომ ხო რა ვიცი ახლა იცი რა ხა ისე რომ ვფიქრობ ყველაფერს შეიძლება წყობილებიდან გამოვიდეს ადამიანი ხო შეიძლება ხა მე რო ვთქვი რომ არ მქონია ესეთი სიტუაცია იმას კი არ ნიშნავს რომ რაღაცა უარესი რომ ხდარიყო თმაში ვწდებოდი ხო უბრალოდ არასოდეს არ გამჩენია ესეთი სურვილი აი ეს ბრძოლის მომენტიც კი არ მქონია რომ აი ხლა ამას გავჩეჩავდი არა რა ვიცი ის იმდენად სრულყოფილი არსებაა ჩემთვის და იმდენად რაღაცა აღმატებული რომ იმას რანაირად ხელით შეხება წითელი ხაზია რომ იმას რაღაცა ზიანი მივაყენო ხო არანაირ პირიქით რაღაცა არანაირად არ მგონია რომ ეს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს მაგას პირიქით გონია რომ მშობლის ტრამვის დემონსტრირება ეგ და რა ბავშვის დასჯა იმიტომ რომ ხო არაფერი კარგი შედეგი მაგას არ ძალიან კაი რაღაცა ხო მშობლის ტრამვის დემონსტრირება რომ თავის დაგროვება გავილანძღებით ალბათ მაგრამ ნუ რა ვიცით ხო რა ვიცი ახლა თუ ზრდასრულ ადამიანს იმისი უნარი არ აქვს რომ თავისი ემოციები მართოს და რაღაცა ყველაზე ძვირფასი ადამიანი სამყაროში არ შეურაცხყოფს მსგავსად, მაშინ ეს ხო ბავშვის კი არა მშობლის პრობლემაა, ხო და იქ მე მიზეზებზე უნდა ვესაუბროთ ალბათ მშობლებს, რომ აი რამ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ ეს იგი მასაც ქონდა რაღაც მსგავსი გამოცდილება, ან შეიძლება მასაც უსწორდებოდნენ ასე და მე არ მიაჩნია რა ეს რამე განსაკუთრებულად და თვლის რომ ეს ნორმაა და ასეც უნდა იყოს. შეიძლება უბრალოდ გამოვიდა წყობილებიდან იმდენად რომ ვეღარ შეძლო მე ასე რომ იმ მშობლისაც იმ მშობლის წარსულიც გამოსაკვლევია ასე ვთქვათ და რეალობა. წყობილებიდან რომ გამოვიდა, ალბათ არავინ არ არის მაგისგან დაზღვრული კატეგორიული, თორე ვიტყვით რომ არა, უბრალოდ მაგის მერე შესაძლებელია რომ ეს სიტუაცია გაანალიზო და მინიმუმ ბოდიში მაინც უთხრა შვილს. და ეს არ გახდეს სისტემური რომ მიხვდე რომ შეგეშალა, მაპატიე, მსგავსი აღარ განმეორდება და ნუ რაღაცა ფორმით ბოდიში მოიხადო, მაგრამ ეს აუცილებელია. ის რა მე ახლა ნამდვილად არ მინდა რაღაც გამოვიდე როგორც ჭკუის მასწავლებელი და არც ისე მინდა გამოვიდე რომ არა, უბრალოდ გამოცდილებას გვიზიარებ. იდეალურად ვაკეთებ, მაგრამ როცა ყოფილა რომ დავუშვათ ჩემი შვილისთვის ცოტა მკაცრად მithქვამს რაღაცა და შემიმჩნევია რომ აი ეს უკვე აღარ იყო საჭირო, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა, მე ბოდიშიც მომიხდია რომ
იცი რა მე ცოტა ახლა ზედმეტი მომივიდა და ნამეტანი გაუბრაზდი ახლა მაგრამ მიზეზი იმის რომ მე 100 გაუბრაზდი იყო ეს ამიტომ ბოდიშს გიხდი რომ ცოტა შეიძლება ზედმეტად უხეშად გამოვთქვი ჩემი აზრი ლომიც ახშფოთდა მე ვეთახმები იმ გამოთქვას რომ ძალადობა შობს ძალადობას და რაღაცა წრე იკვრება მოძალადე შვილის მშობლის შვილი მოძალადე იქნება თვითონ ის შვილზე იძალადებს ეს შეკრულ და ძალადობის მსხვერპლი ჩვენ არ ჭირდება ჩვენ ქვეყანას მოკლედ რაღაცნაირად დაჩაგრული ხალხი ჩვენ ჭირდება ლაღი ახალგაზრდები რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ რაღაცას დაემსგავსოს და ნაცემი ბავშვები არ ვიცი არა ხო იცი რა არის ეს ალბათ მე მგონია რომ ყველა ადამიანს უგროვდება რაღაც დონით აგრესია თუ რაღაც უარყოფითი ემოციები და მე ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილებში ამოვანთხევთ ხოლმე ამ გრძნობებს და ახაც ალბათ უნდა ვისწავლოთ რომ როცა ვხედავთ რომ აი ძალიან გაბრაზებულები და ძალიან გადარეულები ვართ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ ვისთანაც ამას ამოვთქვამთ რომ იქამდე არ მივიდეთ რომ მე ხა სხვა რაღაცაზე გაბრაზებულმა იქ ბავშვი გავჩეჩო ხო და რაღაც ეს სხვანაირი გზები უნდა მოვზებნოთ ალბათ ამ უარყოფითი ემოციების გამოხატვის ამ თემაზე საუბრისას ლომა ღრიალი დაიწყო და თქვენ ბრძანეთ რომ აი გვეთანხმებაო ცხოველებში თუ არსებობს შვილის დასჯა შვილის დასჯა ცხოველებში ხა სხვადასხვა სახეობის ცხოველი სხვადასხვანაირად უვლის ბავშვებს მაგრამ მე არ გამიგია სიმართლე გითხრათ რომ ეს ალბათ ცხოველების ქცევის სპეციალისტებს უნდა დავეკითხოთ მაგრამ ზრუნვის კი აგრესიის კი მაგრამ აგრესიის სხვა ჯგუფის სხვა წარმომადგენლების მხრიდან დაუშვათ მაგრამ ის რომ ახლა იმ ბავშვმა რაღაცა დააშავა და მაიმუნმა დასაჯა ესეთი რაღაცა მე არ გამიგია ოხ შედღეს ცუდად არა შეიძლება რომ დაუშვათ ახლა ყოფილა რომ დასჯას რამდენად დასჯა არ ქვია მაგას ანუ ეს არ არის ფიზიკური დასჯა ახლა ლომებში არის მაგალითად რომ ეს ბავშვები რა ბოკრები რო კოტრიალობენ ან თუ შეიძლება რაღაც ზღვარს გადავიდნენ ძალიან გაცხარდნენ ან შეიძლება ისეთ ადგილას გადავიდნენ სადაც არ არის უსაფრთხო გადასვლა ამ დროს დედა არ ცემს იმ ბოკვერს უბრალოდ აიღებს და მიუჩენს თავის ადგილს ან თუ ეს პატარები ძალიან აგრესიულად თამაშობენ გააცალკევებს და დააშოშმინებს მაგრამ კუთხეში არ აყენებენ კუთხეში დაყენებაც რა საშინელი ბანკიერი ტრადიციაა სკოლაშიც იყო ჩემ დროს იყო პირველ მეორე კლასში მე მახსოვს სკოლაში კუთხეში დაყენების წესი მე დამაყენეს ერთხელ კუთხეში და ისე მახსოვს საშინლად იმიტომ რომ ჯერ ერთი არაფერს არ ვაშავებდი ისედაც თან 5-ოსანი მოსწავლე ვიყავი და მაინც მე დამაყენეს კუთხეში და ცოტა გაოცებული ვიდექი ცოტა ხანი და მე მომცესნება რომ დამშდარიყავი პატარა ვიყავი ძალიან მაშინ ის არის ცოტა კუთხეში ვიდექი და ნუ იყო არ მობრუნდება რატომ ზჭიეგრე ის ხო იყო რაც ანეკდოტივით სახლი რომ ეკრება ბრგვალი უნდა იყოსო იმიტომ რომ ბავშვობაში კუთხეში მაკენენ რომ კუთხე რო არ ქონდესო და ხო არა ეგეც ძალიან უცნაური და ტრაგედია და რაღაცა ლობიოს მარცვლებზე არ გვაყენებდნენ ახლა მუხლებით ხო მაგრამ მაშინ არ ვიცი ახლა როგორც ჩანს სოციუმიც ისეთი იყო რომ ეს დასჯაც ნორმად ითვლებოდა მიიჩნეოდა რომ ხო რა ვიცი კუთხეში ყველა იდგა სკოლაში და არავის არ ქონია პროტესტი რომ რატო გვაყენებთ კუთხეში არა მე უცემი ვარ კიდე სკოლაში მასწავლებლად ხო ეს ძალადობის მომენტებიც იყო ხო ვიღაცა ყოფილი გაუჩეჩია ვიღაცა რაღაც ხელის შეხებამდეც მისულა საქმე მაგრამ თითქოს აი მასწავლებლების მხრიდანაც მშობლების და ბავშვების მხრიდანაც თითქოს ეს იყო ჩვეულებრივი რაღაც რაც კარგია რომ ახლა შეიცვალა და ასე აღარ არის ხო მაგრამ ის არის ხოლმე უფროსი თაობა ბევრჯერ საყვედურობს რომ გაატუტუცეთ შვილები სკოლაში მასწავლებელი საყვედურს ვეღარ ეუბნება რაღაც მხრივ ეს ამდენი თავისუფლება ცოტათი უარყოფითადაც მოქმედებს მე მგონი არ ვიცი შეიძლება ვწდები იცი რა არის არ ვიცი ახლა მაგაში ესე ბოლომდე ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ გაატუტუცე რას ნიშნავს აი მოდი ესე აი ის აქვს ხოლმე რომ აი რაღაცა მეხუთე კლასელი სიტყვაზე თავისუფლებებზე რომ დაიწყებს ლაპარაკს ეგ არ მოსწონს ხოლმე აი ხომ მაშინ ესე ვიტყვი რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე როცა ახლა ბავშვი გავეჩინე და მე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მის განვითარებაში
რომ ბავშვს ცოდნოდა თავიდანვე რა შეიძლება და რა არ შეიძლება. რა არის კარგი საქციელი, რა არის ცუდი საქციელი. და გონია რომ ეს რაღაც თავიდანვე ძალიან ადრეული ასაკიდანვე თუ ესე იზრდება ბავშვი და იცის რომ დაუშვათ რაღაცის გაკეთება. ეს არ არის დაუშვათ სიმკაცრე და არ არის ზოგჯერ გონიათ რომ ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. არ არის თავისუფლების შეზღუდვა, იმიტომ რომ ბავშვმა უბრალოდ მე შეიძლება თვითონაც წვალობენ ხოლმე იმით რომ ვეღარ იგებენ რომ ესე ვქენი არ გამიბრაზდნენ, ესე მოვიქეცი გამიბრაზდნენ, მაშინ და რაღაცა კარგავს ხოლმე საზღვრებს. ამიტომ გონია რომ თავიდანვე უნდა იცოდეს ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. მშობლებისგან. ამას მოყვება ეს შედეგი, ამას მოყვება ეს შედეგი და მე იქ აღარ გიწევს ბრძოლა და არც რავი გატუცებული არ არის ადამიანი, რომელიც რაღაცა გაცნობიერებულად მოქმედებს, ხო, რა ვიცი, ზღვარს არ გადადის. მაგრამ ეს არანაირად არ არის თავისუფლების შეზღუდვა. რომ თავისუფლება არნიშნავს იმას, რომ რაც გაუხარდება ის აკეთოს და შტეფსელში თითი შეყოს, ხო? შტეფსელში რომ თითი არ უნდა შეყოს, ხო, ვასწავლით მაგას და რაღაც იმედან, რა ქვია, რა ვიცი რა. ცხელი რო არ უნდა დაიდოს. ცხელი უთო რო არ უნდა დაიდოს, ხო, ვასწავლით მაგას მისივე უსაფრთხოებისთვის და იგივეა რაღაც ჩვეულებრივი ყოველდღიური მოქმედებები, რომ რაღაცა არ არის კარგი, იმიტომ რომ შეიძლება შენი ტკინა რაღაცა ან ვიღაცას ეტკინოს და ესე როცა იზრდება თავიდანვე მგონია რომ აქვს თვითონ იმის შეგრძნება როგორ მოიქცეს. მე გეთახვევით აბსოლუტურად. კი ოჯახზე და მშობლებზე არის ჩემი აზრით ყველაფერი დამოკიდებული რა. როგორცაც გაუშვებ სახლიდან სკოლაში, ისეთი იქნება იმ სკოლაში, ისე ანი უზრდელებს იმასწავლებელს ან კიდე პირიქით შესაბამისად ზრდილობიანად მოექცევა. რასაც ხედავს სახლში. შეიძლება ვწდები, მაგრამ მე ასე. თახვევიდან მხარს უჭერ გამყრელიძის დასკვნას. გმადლობთ გეთაყვა. ხო, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა სკოლაში სხვანაირად იქცევა ბავშვი და სახლში სხვანაირად და მე კლასს ბაცავს. მე მშობელს უჭერს ხოლმე რომ ეტყვიან რომ აი შენმა შვილმა ეს და იმისთვის წარმოუდგენელია რომ არა, მაგას არ იზამთრ. ხო, ეგეც არის კი. ალბათ მანდ ის არის რომ რაღაცებს სახში ვერ ავლენს, რის საშუალებაც მე გარეთ ეცემა. ამიტომაც კიდე ერთი პუნქტი არის რომ შეზღუდვები ანუ კი ვთქვით რომ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მაგრამ ის რომ ყველაფერს უკრძალავენ ბავშვს, მაგალითად ეხა ჩვენ საი სულ ბრაზდებოდი ხოლმე, ეხა ბავშვები დაყვავდა დასასვენებლად ყველას ხო და მე მიყვარს ხოლმე ხალხის დაკვირვება, რომ აბა ვინ რას ეუბნება, ვინ როგორ იქცევა და აი ძალიან აღშფოთებული ვიყავი ხოლმე, რომ რას უკეთებ დღეს ამ ბავშვებს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ გუბეში არ ჩახვიდე, ფეხი ტალახში არ ჩადგა, არ დაისვა, რომ იქ არ მიხვიდე, აქ არ მოხვიდე, ანუ ბავშვი რაღაც არის ესე შემორაგული საზღვრებით, რომ არაფრის გაკეთების შესაძლებლობა იმას არ აქვს. ხო, იმას უკრძალავენ, კაცო დაანებე, ვეუბნები თავი ჩადგეს ამ გუბეში ან გაგორდეს ამ ტალახში და გონია რომ ესეც აი ამდენ რაღაც შეზღუდვა დაწესებული ბავშვი რაღაც ასაკიდან გარკვეულ თავისუფლებას რომ მოიპოვებს, უცბად ამოხეთქავს ხოლმე ეს ამდენი შეზღუდვა, რომლის მოთმენაც უწევდა და ეგ რაღაცა ერთ-ერთი მიზეზი ის გამოთქმავა, უნახავ მაგრამ ნახავ რაღაც ეგეთი იმართება მაგრამ ხო, აი რაღაცა იმას ჩაიგდებს თუ არა ხელში თავისუფლებას და უკვე იმის საშუალებაც აქვს რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, მერე მიწავა ხოლმე. საინტერესო რამე თქვით დაკვირვება მიყვარს ადამიანებს. არა, საინტერესო რაღაცებს ვამბობ თქვენ რომ მოგისმენთ. კი. და ზოოპარკში მოსულ მამებს თუ აკვირდებით, აი რამდენი წელია ზოოპარკში ხართ და ამ პერიოდში თუ შეიცვალა მამების დამოკიდებულება და მამების ქცევა ბავშვებთან ერთად ვინც მოდის. ზოოპარკში მოსულ მამებს ვაკვირდები ხოლმე, იმიტომ რომ ეხლა რო დავდივარ, ჯერ ერთი უყურებს გარშემო, რომ ვიღაცამ ხელი არ შეუყოს ცხოველს, არ აჭამოს და ასე შემდეგ. ძალიან თვალშისაცემია ხოლმე ინფორმაციის ნაკლებობა, იმიტომ რომ როცა ბავშვი ეკითხება დაუშვათ ეს რა ცხოველია, ასფი არ აქვს მშობელს. ეგეც არ მოწონს ხოლმე, რომ გონია რომ განათლება იმისთვის არის კიდევ საჭირო, რომ შენი შვილი რაღაცას რო კითხავს, პირი არ დააღო და ავტორიტეტი შეინარჩუნო შენი, ხო? და ისეთი უცნაური რაღაცები მომისმენია ხოლმე. ეხლა ბავშვი შეიძლება ვერ ხვდება, ახლა ეს ტაპირია თუ ზღვის გოჭი, მაგრამ რა ვიცი, რო გეკითხება ბავშვი, ალბათ სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდო.
არის ხოლმე რომ ხო ეს წესების დარღვევა კი აუცილებლად, იმიტომ რომ ნაგავს რო აკდებს мама, ნაგავს აკდებს შვილიც, ხო? და იგივე კვებას დაუბრუნდები ისე რომ ეხა мама რო აჭმევს, ბავშვიც აჭმევს ეხა იმ ბურბუშელას. კი წაიკითხა იმ ბავშვმა რომ არ შეიძლება გამოკვება, მაგრამ мама აჭმევს და ეხა თავი ავტორიტეტი ვიცარის? ის თუ აჭმევს მე რა და ასევე არის ხოლმე აი რო გავიხსენო აუ ძაბერი მაგალითია მიუციათ ხოლმე. არა უცნაური კითხვა. ზოოპარკში არ მინახავს ყოველ შემთხვევაში ნამდვილად აკრძალულია წესებია გამოკრული შემოსასწრელში რომ აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება. არა ჩამოცაწერია, მაგრამ ყველა აჭმევს. ხო, ეხა ეგრე დავუშვათ წესების დარღვევაში მაგალითად ძაღლების შემოყვანაც აკრძალულია, მაგრამ ჩანთაში სვამენ და ისე შემოყავთ ხოლმე და მე უკვე ახლა შუა ტერიტორიაზე რო აღმოაჩენ, მე შემოვიდა უკვე ადამიანი. ხო. უნებურად რადო ჩვენ ახლა ზოოპარკის წესი დავარღვიეთ მე და შენ. ღვინო შემოვიტანეთ. ხო. ალკოჰოლის შემოტანა არ შეიძლება, მაგრამ ეს კეთილშობილი მიზნით შემოტანილია. ჩვენი მეგობარია ასეთი კომპანია ნემო, რომელიც ტუმბოებით ამარაგებს მომხმარებას, ყველანაირი ტუმბო აქვს წყლის ჭაბურღილისთვის, შენობისთვის, მშენებლობისთვის, ბაღვენახის მოსარწყავად და სახელობითი ღვინო აქვს წითელი, ნახევრადტკბილი და მოგართვით საჩუქრად მოყრეთ. ძალიან დიდი მადლობა ხალხისთვის. როცა გახვალ ზოოპარკის ტერიტორიიდან შეგიძლიათ მიიღოთ. დიდი მადლობა ნემოს და გავაგრძელოთ. ქალბატონო მზია, ცოტა ხნის წინ სტუმრად ყავდა ბატონოს რომ ეძახიან ხოლმე სულ რაღაცა ის. აი, ქალბატონო. ცოტა ხნის სტუმრად ყავდა მიხეილ საგარელი, რომელმაც ასეთი რაღაც გითხრა, რომ თურმე ყველაზე მზრუნველი მამები არიან კირჩხიბები. ესე იგი ამ გადაცემაში ეგ უნდა აღნიშნო, ხო შე? ხო, იმიტომ რომ კირჩხიბი ხარ. კირჩხიბი მამები რომლები არიან ცხოველებში? ყველაზე მზრუნველი მამები. იცი რა, მამების ფუნქცია ცხოველებში არის ხოლმე. ეხლა ჩვენ ცოტა ადამიანურად განვიხილავთ ეხლა აი ამ მზრუნვას, ხო? ცხოველებში მამრის ფუნქცია არის ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ოჯახის დაცვა და ეს არის მისი მთავარი ფუნქცია. ანუ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მისი მეუღლეები, ასე ვთქვათ, და ანაშიერები იყვნენ უსაფრთხოდ. თუმცა ყველა ცხოველში ესე არ არის, იმიტომ რომ არიან მაგალითად ვეფხვები, ხო, აი აგერ იქით ხარ ეს კიდე ვეფხვია ჩვენთან. ვეფხვები არიან მათ მარტოხელა ცხოვრების ნირი ახასიათებთ, ხოლო შეწყვილების დროს არიან ხოლმე ერთად და შემდეგ мама ამთავრებს ამით თავის როლი. მისი როლი უკვე შესრულებულია და მე დედა და ვეფხვებს პრაიდი არ აქვთ, ხოლო მებს პრაიდი არ აქვთ, ხო. აი, ანუ სოციალურ ცხოველებზე თუა საქმე, იქ მამრი არის ოჯახის დამცველი. რაღაცა უნდა გაჩნდეს ოჯახის მიეკა. ხო, ასინებს ესმის ალბათ ჩვენი ხმა და აი ასე ვიქცევი მე უცხო თუ შემოვა ჩემ ტერიტორიაზე. ხო, ანუ სოციალურ ცხოველებში მათი ფუნქცია არის ოჯახის დაცვა. და მარტოხელა ცხოვრების ნირი ვისაც ახასიათებს, ისინი მხოლოდ გაანაყოფიერებენ დედს და შემდეგ აგრძელებენ თავის ცხოვრებას და შემდეგ დედა უვლის ბავშვს გარკვეულ ასაკამდე, სანამ ის დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს. თუმცა არიან სახეობები, სადაც მატრიარქატია და აი მაგალითად ლემურები ყავს ახლა ჩვენ და და მატრიარქატი აქვს რა? მატრიარქატი აქვს კი და რას გულისხმობს? მამრი არის უბრალოდ გამანაყოფიერებელი და ამით შემოიფარგლება მისი ფუნქციები და შემდეგ დანარჩენი ან ჯგუფის წევრი მდედრები ზრუნავენ პატარას აღზრდაზე. ასე რომ ცოტა ესეთი ზრუნვის მომენტი, თუმცა ახლა ლომებში მაგალითად ძალიან ბევრი ფოტოც მაქვს გადაღებული, ლომები სოციალური ცხოველები არიან, ისინი ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად, ანუ პრაიდებად და მამრებიც ეთამაშებიან ბოკრებს, იღებენ რაღაცნაირად მათ ძირითადად ლაზღანდარობაში მონაწილეობას. ხო, აი ესე ეთამაშებიან ხოლმე კი და ერთად ლაზღანდარება რა კარგი. ერთად ძინავთ და მამის ერთად ლაზღანდარობთ ხოლმე პატარებთან ახლა. ხო, ეს ლაზღანდარობაც კარგია, რატომ არა? მე ძალიან კარგად მახსოვს მამა ჩემთან ლაზღანდარობაში გატარებული დრო.
მაშინ კიკეთში ვისვენებდით ხოლმე და გვიკეთებდა შვილდებს გვიკეთებდა ხისგან გამოთლი და მე ამ ხეს გამოწვავდა ხოლმე და უკეთ კიკეთში ყველა ხეზე ჩვენი ის არის იყო შერჩენილი, იმიტომ რომ სადღაც გავისროდით ის არის იკარგებოდა. მე ამიტომ უწევდა ძალიან ბევრი ისრის გამო. გემრიელი ბავშვობა ქონა, ეხლა გუშინ იყო ჩემი მეუღლის ძმის შვილის დაბადების დღე და 1:15 ბავშვი ღამის 12 საათზე მიადგა, სიურპრიზი მოუწყვეს და შემოვიდნენ სახლში და რა ქნეს იცით? დაჯდა ეს 15-ვე ბავშვი და ტელეფონში იმაშვება. ჩვენ ბავშვობაში არ იყო, არ ქონა ეს ტელეფონები, ჩვენც მასე მოვიქცეოდით, მაგრამ სხვანაირი ბავშვობა გქონდა. ხო, ეხლა ჩვენ სულ გარეთ ვიყავით ეხლა პრინციპში სხვა რეალური თამაშები გქონდა. ხო, აგე ისრებს ვისროდითო და ცოტა სახიფათო თამაშები გქონდა, მაგრამ ის რომ მოგბეზდებოდა დაჭერობანა და რაღაცა, მე ჯოხებს ვესროდი და ერთხელ საფეთქელში გავარტყი ირაკლი ერქვემის კინაღამი მას. არა, ეს შურდულებსაც გვიკეთებდა ხოლმე მამა, მაგრამ მე ცოტა საშიში გახდა ეს თამაში, იმიტომ რომ ერთხელ მესროლა ჩემო მეზობლის ბიჭმა წინა კორპუსიდან გამოაქანა და თავში გამარტყა ქვა და მე აგვიკრძალეს შურდულების გამოყენება. ჩვენ თამაშობდით ხოლმე ზამთარში განსაკუთრებით, ჩვენთან დიდი თოვლი იცოდა სურამში, შტაბობანას ვეძახდით, უბანი ორ ნაწილად ვიყოფოდით და დაახლოებით 2 კვირა მიდიოდა მზადება, რაღაც პატარა კოშკებით ვაშენებდით, რომელიც შტაბი იყო და ვამარაგებდით გუნდებს. ანუ 2 კვირის გუნდა გქონდა, სანამ ყინვა იყო და ფაქტობრივად ყინულები იყო რა. ხო, მაშინ თოვლის მოდიოდა. კი, საშიში იყო და ერთხელ, აი ზუსტად აქ გამარტყეს ყინულიანი გუნდა. დაახლოებით 1 კვირა საერთოდ ვეღარ ხედავდი, იმიტომ რომ ასე ჩამეყარა ყველაფერი, მკურნალობა დამჭირდა. ახლა უსაფრთხო არ იყო. რა ვთქვა, მაგრამ კარგი იყო. მაგრამ ეს მაინც ტელეფონი ჯობია, ხა მაგას რა უნდა როგორ აჭოს. ჩემთვის ძალიან უცნაურია, ეხლა სხვაგან გადავხდი, ვირი რატოა სალანძღავი სიტყვა. ძალიან მშვენიერი ცხოველია, მე თუ მკითხავ. შრომელი, დამჯერი, საოცარი თვალები აქვს. თვალები აქვს კიდე საოცარი ხო და რატო გავხადეთ ადამიანებმა ვირი სალანძღავი სიტყვა? ირემო რო უთხრა შეიძლება გაუხარდეს ვიღაცას, მაგრამ მარტო ვირი, რა ვიცი, ძაღლიშვილი მაგალითად. ბევრ რაღაცაზე ყოფილი. მაიმუნი. შეგველო. ხო. ხო, ეს რაღაც ადამიანების შეხედულებებია ხოლმე. სტერეოტიპული წარმოდგენები ცხოველებზე, ხო. ვირიც ალბათ იმიტომ რომ ცოტა ესეთი ადამიანების სოციუმში ისეთ პოზიციაზეა, რომ სულ რაღაც შავ სამუშაოს ასრულებინებენ, ხო, ადამიანები, თორე ვირი რამ გაყო ზებრისგან დაუშვათ. რატომ არის ზებრა ვირზე უპირატესი? ადამიანებში არც თუ ისე იშვიათია თაობათა შორის კონფლიქტები. ცხოველებში თუ ეგეთ რამე. ცხოველებთან შორის არის, რა თქმა უნდა, თაობათა შორის კონფლიქტები. ოღონდ ეს იმით არ არის განპირობებული, რომ მამა სხვანაირად ფიქრობს და შვილი სხვანაირად ფიქრობს. სხვა მიზეზები აქვს მაგას. მამათა და შვილთა ბრძოლა ტრადიციული გაგებით არ არის. ხო, აი მაგალითად ლომებზე რადგან საუბრობდით წეგან, ზრდასრულობას და ძირითადად ამ ჯგუფებში ეგრეა ხოლმე ჯგუფებად ცხოველებში არ ვეხებით ეხლა მარტო ხელა ცხოვრების ნირი ვისაც ახასიათებთ, იმიტომ რომ ისინი ისედაც მარტოები არიან, დედებიც ბოკრებს რო გაზდიან თუ ნაშიერებს რო გაზდიან, მარტო აგრძელებენ ცხოვრებას, ამიტომ დროც არა აქვთ იმის რომ ანუ მიაღწევენ თუ არა ბავშვების სრულწლოვანებას, მიდიან სახლიდან, ან ჯგუფი თვითონ უშვებს. ხო, აი სოციალურ ცხოველებში ესეა რომ როდესაც ცხოველი აღწევს გარკვეულ ასაკს, რაღაცა სხვადასხვა მეთოდებით და ხერხებით ის მიდის მერე ჯგუფიდან და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ არ შეწყვილდნენ მერე და ეს რაღაცნაირი ბალანსი შენარჩუნებული იყოს, მაგრამ ესეა მოწყობილი რომ ზრდასრული მამრებს ეხება ეს ოღონდ მდედრი შეიძლება დარჩეს ჯგუფში. მამრი მიდის და იწყებს თავის ცოლი მოყავს მოკლედ და თავის ოჯახს ცალკე გადადის საცხოვრებლად. ცალკე გადადის საცხოვრებლად, კი. და ნუ შეიძლება ეხლა თუ დიდხანს იქნება ჯგუფში, შეიძლება რომ მამრსა და თავის ზრდასრულს ნაშიერს შორის კონფლიქტი მოხდეს, მაგრამ ამიტომაც შექმნა ბუნებამ ეს რაღაც კანონზომიერება, რომ ამა თუ იმ მეთოდით მამრი მერე მიდის და თავის ცხოვრებას იწყებს. ბავშვობაში ჩემთვის ზოოპარკი ასოცირდებოდა ნაყინთან. გარდა ცხოველებისა, იმიტომ რომ ზოოპარკში სურამიდან თუ ჩამომიყვანდნენ, აუცილებლად დამეჭამა ნაყინი. ხო და არ იყო სურამში ნაყინი. ხო, მაგრამ აქ რატომღაც ხო, თორე აი იქ იყო ერთ ჩამოსასმელი არაჩვეულებრივი ნაყინი, ქონდა ზუსტად, ქონდა გურჯაანის ნაყინის გემო და
ჩვენი მეგობარია გურჯაანის ნაყინი, რომელიც მე მიყვარს გურჯაანის ნაყინი სხვათა შორის ძალიან. ყველა სტუმარი ხაზგასმულად ნიშნავს. ნუ ეგრეა რეალურად. აი რომ შევდივარ მაღაზიაში თუ არის წარმოდგენილი, აუცილებლად ვამჯობინებ ხებს. გურჯაანის ნაყინებში არის ჩემთვის ლომი. ხო. კი ბატონო. აი მართლა საოცარია, განსაკუთრებით ქებული როა, აი ეგ არის საუკეთესო და ძალიან დიდი მადლობა გურჯაანის ნაყინს ჩვენ გვერდში დგომის. ხო, ნუ თან დიდი კომპანიებიდან პრაქტიკულად ერთადერთი კომპანია, ვინც დაინტერესდა ამ ჩვენი პოდკასტით და ამ შვილებზე საუბრით და უარი არ გითხრა მეგობრობაზე და რა ვიცი, ამისთვის. მაშინ მით უმეტეს ეკუთვნის მადლობა. მით უმეტეს ეკუთვნის. აი ბავშვობაში არ იყო ხოლმე თქვენ ესეთი ის არ გქონდათ, რომ აი მამა შენი ვინ გინდა რომ იყოს და ნაყინის ქარხნის დირექტორი რომ თოდა ყველა. კი. ჩემთან ნაყინის ქარხნის დირექტორობამდე არ ადიოდა ოცნება. ჩვენ ბავშვობაში იყო არ ვიცი რა ქვია იმას სამბორბე ტრანგალეტკას ვეძახდე. ნაყინი დაქონდა. ხო, ნეტა მამაჩემი იყო. კანჩიკი ნაყინები რომ მოქონდა. კანჩიკი ნაყინები იყო სიმის მძღოლი მეთქი. აუ და ძალიან მახსოვს ეს ეზოში რომ შემოვიდოდა ხოლმე აპიპინებ და რაღაც თავისი სიგნალი ქონდა სპეციფიკური და ეს კიმოს შოკოლადის მაროჟნიე და ყველა გავცვიდებოდი ხოლმე ეზოში და ძალიან მაგარი იყო იმაში ქონდა ხოლმე ზღვის ქაფს რო ეძახიან ყუთში ის ქონდა შიგნინა გამოკროლი რომ ნაყინის ცოტა სიგრილეს ინარჩუნებდა და ძალიან გვილამაზებდა ბავშვობას. კაია ბავშვობა რა. კი. ხო და აი შვილი რო იბადება ადამიანები ხო გიждდებით და გადავირავით ხოლმე ცხოველებში თუ არის ემოცია მამრების მხრიდან შვილს რო ხედავენ თუ გრძნობენ რომ შვილი გაუჩნდა რაღაც ეგეთი არსებობს თუ გაგიგიათ ჩვენ ზოოპარკში თუ არის ამის მაგალითი ან ზოგადად თუ არსებობს მსგავსი კი რა თქმა უნდა იციან რომ მათი ნაშიერია ზრუნავენ ამ შვილებზე უვლიან ახლა აი ისე როგორც აღნიშნე ყოველდღიურ ზრუნვაში დედები არიან ჩართულები ხო და უშუალოდ ეს იქნება ყვება თუ გასუფთავება თუ მოწესრიგება მაგრამ მამრები შორი ახლოს მაინც ტრიალებენ, იცავენ ოჯახს, როგორც თქვი, თავარი მათი ფუნქცია არის მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეხლა ყოველდღიურ ცხოვრებაში ეთამაშებიან, კი, ეთამაშებიან, ეხლა სულ მახსენდება ხოლმე სემუელი ყავს ლომი და მას ყავდა ბოკრები, სულ ესე ერთად კოტრიალობდნენ ხოლმე და ეს პატარები რაღაცნაირად თითქოს ბაძავდნენ ის დიდი რასაც გააკეთებდა, ან როგორც დაწვებოდა ისინი ზუსტად იგივე მოძრაობებს იმეორებდნენ ხოლმე. როგორ არ ეთამაშებიან კი და იციან მათი შვილია და იციან რომ უნდა დაიცვან ტრისგან. თუმცა ხა აი ლომების შემთხვევაში საკმაოდ სასტიკადაა მოწყობილი ბუნება რომ როდესაც პრაიდის ხელმძღვანელი ლომი ასე ვთქვათ უკვე დაბერდება და მოსუსტდება, მაშინ მდედრების ჯგუფს იპყრობენ უკვე ახალგაზრდა ლომები, რომლებიც ანადგურებენ ასევე მათ ნაშიერებსაც. ამიტომ ხო ლომებს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ოჯახის დაცვის მიმართულებით, იმიტომ რომ ამ მამრმა სანამ შეუძლია ბოლომდე უნდა იბრძოლოს თავისი ოჯახისთვის. და მგლებს აქვთ კიდე საოცარი ოჯახური იერარქია რამდენადაც ვიცი. ხო, მგლები კიდე ცალკე თემა. მგლებს ძალიან საინტერესო სტრუქტურა აქვთ ოჯახური, ურთიერთობების ძალიან საინტერესო და აქვთ დალაგებული, ბავშვებსაც განსაკუთრებულად ზრუნავენ, ასე რომ ცალკე ერთ პოდკასტი შეგვიძლია. ეგეთი ვრცელი თემა არის, ხო? კი, ძალიან ზუსტად მგლებიც არის იმ კითხვაში რაც დამესვა, რომ არ ვიცი რამდენად მართალია ასე გამიგია, რომ ერთადერთი ცხოველი, რომელსაც არ აქვს ინცესტი, არის მგელი. რამდენად ხდება სხვა ცხოველებში, თქვათ, დედაშვილის შეწყვილება, ან მამაშვილის შეწყვილება, თუ არის ასეთი ფაქტები? იცი რა, წეღანას აღნიშნე, რომ ძირითადად ესეა მოწყობილი, რომ როდესაც ცხოველები ჯგუფებად ცხოვრობენ, როცა აღწევს ზრდასრულ ასაკს, ანუ სქესმწიფობას როცა აღწევს მამრი, ის მიდის ჯგუფიდან. ეხლა ჩვენ მაგალითად ყავდა აქ სპილო ბუნკა თავის დედასთან ერთად ცხოვრობდა, დედა ისევ ჩვენთან არის, მაგრამ ბუნკა რო გახდა 6 წლის უკვე გაუშვით სხვა ზოოპარკში კი. და ბუნებაში ეს რაღაცნაირად თავისით რეგულირდება. და ახლა როდესაც მარტოხელა ცხოველები არიან, ახლა ისინი ვის გადაეყრებიან გზად კაცმა არის ის, მაგრამ დედებს არ არის დღეში ამოწეველი გავს. ხო, ამიტომ რაღაცნაირად ბუნებრივად რეგულირდება ის, რომ არ მოხდეს ჯგუფში აღება სისხლის. თუ შეიძლება მოდი არც ისე
მარტივი თემაა, მაგრამ 13 ივნისის ამბავსაც რო შევეხოთ, თან მაშინ თქვენ ახალი მოსული იყავით ზოოპარკში, როგორც მახსოვს. ერთი წლის მოსული ვიყავით. ცოტა მეტი. ის რო ცხოვრების რაოდენობა შემცირდა კი ვიცით და სამწუხაროდ ადამიანებიც დაიღუპნენ. აი რა შეიცვალა, როგორი გახდა აქაურობა მას შემდეგ? თანამშრომლებს შორის ურთიერთობა როგორი არის? რა მოხდა მოკლედ ამ 13 ივნისის მერე, როგორია ზოოპარკი მას შემდეგ? ძალიან ესეთი მტკივნეული თემაა ეს ზოოპარკის ყველა თანამშრომლისთვის. აი ხო ჩვენ სადაც ხედავთ ზუსტად ეს არის მაგალითად ამ კარზე კიდია ბოქლომები, რომლებიც მაშინ დატბორილ ვოლიერებს კეტავდა. და მე უკვე ტერიტორიის გასუფთავების დროს მოაგროვეს თანამშრომლებმა და ეს საათიც ერთ-ერთი დატბორილი შენობიდან გამოიტანეს. ეხლა შეცვლილია ისრები, მაგრამ თავიდან იმ დროს აჩვენებდა, როცა დაიტბორა ის ტერიტორია. და ეს ბოქლომები არის იმ ვოლიერების. ხო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო. ძალიან დიდი განსაცდელი, როგორიც შეიძლება ხშირად ვერ გამოსცადოს ადამიანმა და არც უსურვებ არავის. იყო ძალიან ბევრი მძიმე მომენტი და ერთი თვე ფაქტიურად ჩვენ არა ადამიანურ პირობებში გვიწევდა მუშაობა. 10 კილო დავიკელი მაშინ სხვათა შორის, იმიტომ რომ დრო არ მქონდა და არც შივდებოდა. მარტყავას ვსვავდი და ფაქტიურად არ მეძინა. და ესე ვიყავით ყველანი. იმიტომ რომ მე იქ რაღაც გამოძახებები იყო, იმიტომ რომ ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას იქ რაღაც ცხოველია, აქ რაღაც ცხოველია და ეს იყო 24 საათი რეკავდა, ტელეფონი არ ითიშებოდა. და გარდა ამისა, ხო, ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისითაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ამ ტრაგედიამ ალბათ ზოოპარკის თანამშრომლები კიდევ უფრო მჭიდროდ დაგვაკავშირა ერთმანეთთან, იმიტომ რომ იქ არ ყოფილა, ანუ მაშინ დავინახეთ, რომ არ იყო საჭიროება, რომ ვიღაც დაუშვათ დამდგარიყო და ვიღაც ისთვის ეთქვა, რომ ეხლა შენ ეს ქენი, ეხლა შენ ის ქენი, ხო? რაღაცნაირად ორგანიზება მოახერხა ყველამ, რომ რაღაცა რო იყო საჭირო, ვიღაცა აუცილებლად გამოჩნდებოდა, ვინც იმას მოაგვარებდა, ხო? იმიტომ რომ იმ რაღაცა კი იყო დაუშვათ იქ დირექცია, ადმინისტრაცია და ამ საჭიროებებში დაუშვათ მოხალისეებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს ორგანიზების უნარი და ის რომ ეს ალბათ იმის შეგრძნება, რომ ეს საერთო საქმე იყო და არ იყო ის შეგრძნება, რომ მე არ გავაკეთებ და ვიღაცა გააკეთებს, ხო? ვისაც რა შეეძლო, იმას აკეთებდა. და ძალიან მძიმე სიტუაციებში ერთმანეთისთვის ვიყავით ჩვენ საყრდენი, იმიტომ რომ ბევრი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა იმ პერიოდში და ერთმანეთი გვეიმედებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იმედი გაქვს შენ გვერდით ყოფი ადამიანის. როგორც მახსოვს, მაშინ უცხო ქვეყნის ზოოპარკებმაც დიდი დახმარება გაუწიეს, ცხოველებიც გვაჩვენეს, ხო? პირველები ჩამოვიდნენ ჩეხეთის ზოოპარკების წარმომადგენლები, იმიტომ რომ პრაღის ზოოპარკს ჰქონდა წყალდიდობის გამოცდილება და გაიგეს თუ არა, მაშინვე ჩამოვიდნენ და ისრაელის ზოოპარკიდან ჩამოვიდნენ, სომხეთიდან ჩვენი კოლეგები, ანუ რამდენიმე ზოოპარკის თანამშრომელი პირველივე დღეებში ჩამოვიდა და ისინი მონაწილეობდნენ ზუსტად აი პირველად ყველაზე მძიმე სამუშაოში, როცა ეს უდატბორილი ვოლიერებიდან ცხოველები იყო გამოსაყვანი და მე რა თქმა უნდა იყო მე ჩეხეთის ზოოპარკებმა ავტომობილით გვაჩუქეს ეს ტვირთის გადასაზიდი მანქანა და ცხოველები კი მე უკვე როცა დაალაგდა აქაურობა და რაღაც სამომავლო გეგმებზე დაიწყო საუბარი. ყველა მზად იყო რომ ვისაც რითი შეეძლო დაგხმარებოდა. ამ შემთხვევაში პირველადი იყო კოლექციის განახლება, ხო? იმიტომ რომ ამდენი ცხოველი რა დავკარგეთ, უნდა შეგვევსო კოლექცია ახალი ცხოველებით, ამიტომ გვიგზავნიდნენ ცხოველებს ამ მხრივ ძალიან რა თქმა უნდა გვეხმარებოდნენ. ეხლაც გვეხმარებიან და ძალიან ჭიდრო კონტაქტი გვაქვს მათთან, იმიტომ რომ თბილისის ზოოპარკი არის ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციის წევრი, როგორც მშენებარე ზოოპარკის სტატუსით და საკმაოდ ესეთი ინტენსიური კავშირი გვაქვს მათთან, რომ როცა დავუშვათ რაღაც სახეობის ჩამოყვანა გვინდა შესაბამის პროცედურების დაცვით, მათთან ურთიერთობა რა თქმა უნდა გვიმარტივებს ცხოვრებას. აუცილებლად თუ დაგკითხოთ ახალ ზოოპარკს. ისე ველოდები. ხო, ძალიან ველოდები, რამდენჯერ სულ ასე ვიყურები ეგ რამე დავინახო იმ ახალ ზოოპარკში გზიდან.
რა სიახლეებია და როდესაც გაიხსნება და დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი თვალსაჩინო სანახაობა იქნება საქართველოს ჩამოსული ტურისტისთვის და არა მარტო მათთვის. რა იქნება განსხვავებული, რაც თქვათ ამ ზოოპარკში არ არის და რითი იქნება განსაკუთრებული? და დაახლოებით როდის ველოდოთ გახსნას? ესე იგი, ახალ ტერიტორიას კარგი ის აქვს, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობები, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმ ტერიტორიას და ბევრ შესაძლებლობას იძლევა, რომ გაკეთდეს ისეთი ზოოპარკი, რომელიც მართლა გამორჩეული შეიძლება იყოს ამიერკავკასიაში. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი თანხები და ჩვენ არ გვაქვს ამდენი ფული, საწუხაროდ. კეთილო ადამიანებო, ჩვენი პოდკასტი და ახალი ზოოპარკი დააფინანსეთ აუცილებლად. ხო, არ გვაქვს ამის საშუალება, რაც ძალიან დასანანია, იმიტომ რომ მე ბევრ სხვადასხვა ზოოპარკში მიწევს ხოლმე სიარული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აი მართლა არ ვიცი თეთრი შურიც აღარ ქვია მაგას. არც შავი რა არ ვიცი, მართლა გულწრფელად მშურს ხოლმე რო უყურებ რამდენი შესაძლებლობა აქვს იქ ბავშვებს და რამდენ რაღაცას თავაზობენ და როგორ საინტერესოდ არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი და მე ბრაზდები ხოლმე რომ ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა. საერთოდ ბევრი რაღაცას აკლდებიან ჩვენი შვილები სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ბევრი რაღაცის შესაძლებლობა არ არის. და ჩვენი ახალი ზოოპარკი იქნება უბრალოდ არის უკვე ძალიან დიდი, ეს არის 48 ჰექტარი. საკმაოდ დიდი ტერიტორია და ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ არ ვართ ძალიან დიდრები. ესეთი კონცეფცია მოვიფიქრეთ რომ და ეს არ არის დაუშვათ რაღაც გამონაკლისი და ჩვენი ნოუ-ჰაუ არ არის. იყოს მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებული ზოოპარკი. იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა ეხლა ცოტა შორიდან მოუვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ რო გვანძღავენ ხოლმე ზოოპარკს, ყველა გვადარებს, რომ აი როგორი ზოოპარკებია ევროპაში, ხო? რა თქმა უნდა, იმათთან შედარებით რანაირად უნდა შევედაროთ, ხო, იმ უმდიდრეს ზოოპარკებს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი რაღაცა, რასაც დამთვალიერებელი ვერ ამჩნევს. როცა არ აქვს ჭიდრო შეხება ამ საქმესთან, ხო? მაგალითად, ეხლა ჩვენთან რო შემოდიან, ხო, როცა ხედავენ დაუშვათ ამ ბარიერებს, არის რომ აი ცხოველები არიან იმაში შემოსაზღვრულ სივრცეში. რეალობა ის არის რომ იმ ზოოპარკებშიც ანალოგიურად შემოსაზღვრულები არიან, ანალოგიური დენის წერტილები აქვთ რომ ცხოველი გარეთ არ გამოვიდეს, უბრალოდ გაქვთ ამის შენიღბვის შესაძლებლობა აქვთ. ანუ ისი არის ეს ყველაფერი შეფუთული, რომ დამთვალიერებელმა ვერ დაინახოს ეს ტექნიკური დეტალები, თორე ის ყველაფერი იქაც არის. აქ ის პრობლემაა, რომ აქ უბრალოდ შენ ხედავ, იმიტომ რომ მე არ შემიძლია რომ ხელოვნური ჩანჩქერი დავაყენო, აქ ხელოვნური შადრევანი და არ შემიძლია რომ ტროპიკული ტყე მოვაწყო იმის გარშემო და შენ უბრალოდ ხედავ, თორე და სხვა მხრივ მე ამბობენ ხოლმე რომ აი ჩვენი ცხოველები გამხდრები არიან და იქ რა კარგი ცხოველები არ არის ასე. რეალურად ეს არის ხოლმე, ანუ ჩვენ ცხოველებს ახლა მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ აქვთ აბსოლუტურად ევროპული სტანდარტების შესაბამისი კვება, მოვლა, ვეტმომსახურება და ყოველდღიური ზრუნვა. იმდენად რომ დაუშვათ ჩვენი მომვლელების გაკეთებულ აქტივობებს სხვა ზოოპარკებშიც, კარგ და მდიდარ ზოოპარკებშიც იზიარებენ ხოლმე. უბრალოდ აქ არის რომ დამთვალიერებელი, როდესაც შედის ზოოპარკში, თვალი ჭამს და თვალი სვამს. იმიტომ რომ ცხოველისთვის პრინციპში ახლა ამ ლომისთვის მნიშვნელობა არ აქვს მისი ვოლიერის გისოსი მწვანე იქნება თუ შავი, მაგრამ დამთვალიერებლისთვის ახლა ამერიკის ერთ-ერთ ზოოპარკში ვიყავი გაოგნებული ლეოპარდის ვოლიერი ჰქონდათ, რომელსაც ახლა ჩვენთან ლეოპარდის ვოლიერი არის შემოსაზღვრული ძალიან გამძლე რკინის კონსტრუქციით და ლეოპარდის ვოლიერი ზემოდანაც კი გადახურულია. და ბუნებრივია ახლა დამთვალიერებელი რომ მოდის ხედავს, ხო, ეს ამდენი რკინა არ უნდა ჩანდეს რეალურად, მაგრამ ჩვენთან ტექნოლოგიაც არ არის ისეთი განვითარებული და ეს ამერიკის ზოოპარკს რო ყვებოდი, ლეოპარდის ვოლიერი, მეგონა რომ ცხოველი, ჩემსა და ცხოველს შორის არაფერი არ იყო. და ახლოს რომ მივედი,
აი ესეთი უწრილესი სიმები იყო გაბმული, აი როგორც გიტარის სიმები ესეთი, ოღონდ ცხადია უმკრივესი, მაგრამ წვრილი აი ესეთი სიმები იყო შავი, გაბმული, რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ შენ ცხოველს რო უყურებ, იქ ბარიერს ვერ ხედავ. გონია რომ არაფერი არ არის, მაგრამ ახლოს რომ მიდიხარ, იქ ხედავ რომ იქ დენიც გადის, ყველაფერიც გადის, მაგრამ მასალა ისეთი, რომელიც ესთეტიკურად და შეუმჩნეველია და თან ლამაზია, ხო? და ჩვენთან ჯერ ერთი ახლა არც არის ეგეთ შესაძლებლობები ტექნიკური ვერც იშოვი მსგავს ბადეებს დაუშვათ, ხო? და მეორეს ერთი რა ღირს ეს ყველაფერი ეგ კიდე ცალკე თემაა. ელემენტარულად ახლა იმ ზოოპარკებში ამას წარაკვირდებიან ხოლმე ალბათ ადამიანები, რომ აი ჩვენთან ახლა დენი გადის თვალს ხედავს თვალი, რომ დენი გადის, მაგრამ აი იქ ხო ხეებზე დაყენებულ დენის წყაროს ხო აქვს ხის ტოტის ფორმა და შენ თუ არ ხარ ზოოპარკის თანამშრომელი, საერთოდ ვერ მიხვდები რომ იმ ხეზე დენია. როცა იმიტომ რომ ისია გაკეთებული, რომ ხე გონია, ან იქ გამწვანების ნაწილი გონია და აბა რა ვქნათ, ძალიან კი გვინდა რომ კარგი ზოოპარკი გავაკეთოთ, უბრალოდ ფიზიკურად რაღაცების მიღწევა ჩვენთან შეუძლებელია და ეხლა თანხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეხლა იგივე ამერიკის ერთ-ერთ ზოოპარკში ვიყავით, სადაც ახალი ვოლიერი გააკეთეს, ჰიპოპოტამების ახალი სივრცე გააკეთეს და ნუ გვაჩვენებდნენ ამ ყველაფერს როგორ მოაწყეს რანაირად თქვეს რომ ჩვენო როგორც გვინდოდა ისეთი არ გამოვიდაო იმიტომ რომ სხვა გეგმები ქონდაო და ეს არ მოგწონსო. ოღონდ იყო ამ ჰიპოს ვოლიერის ფილტრაციის სისტემა იყო ერთი ქარხანა. მართლა ერთი ქარხანა. აი ერთი სრულფასოვანი ქარხანა ემსახურებოდა ამ ერთ აუზს და ეს 200 მილიონი დაგვიჯდაო. იმიტომ რომ მეტი ფული არ ვქონდაო. და ჩვენ მე და ჩემი ვეტექიმი ესეც უმუჯლობდნენ სრუტყადით ერთმანეთს და კიდე უკმაყოფილოები იყვნენ რომ აი ისეთი სიკამკამის წყალი ვერ მივიღეთ რა როგორც გვინდოდაო და მე ჩვენთან რომ მოდიან და რო გვეჭყობებიან რომ აი რა არის ეს კაცო რატო არის ეს წყალი ესეთი ჭუჭყიანი მე უკვე იმის თავის აღარ მაქვს ხოლმე რომ რაღაცა ახსნა განმარტება დაუწერა რომ რამხელა ფილტრაცია ჭირდება ჰიპოს წყალს ცხოველის რომელიც ისაქმებს წყალში და რამხელა ეს არის ხარჯთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული და ხარჯს რო თავი დავანებოთ ტექნიკურად რამდენად ბევრი რაღაცაა საჭირო რომ ის აუზის წყალი იყოს გამჭვირვალე. თუმცა აი ისინიც ჩივიან ის 200 მილიონიანი პროექტები რო გააკეთეს რომ აი ისეთი თვად ვერ არისო ეხლა რომ აი ეს უკიდურეს რაღაც სრულყოფილებას ვერ აღწევენ ხოლმე. და ამზადებისთვის ველოდებით ხო ახალ ზოოპარკს მაინც? შეგვიძლია თქვა თუ არა? ამზადებისთვის გვინდა რომ გავხსნათ ერთი ნაწილი ზოოპარკის. ოღონდ ეს არ იქნება მთლიანი ზოოპარკი დასრულებული, ეს იქნება ერთი ნაწილი. მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც უკვე გადაყვანილი ყავს ზოოპარკში, ეს იქნება კავკასიის რეგიონი, ჩვენი გეოგრაფიული ზონირება გვაქვს გაკეთებული და პირველს გავხსნით კავკასიის რეგიონს, იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ ჩვენ საქართველოში უნდა გქონდეს ზოოპარკი, სადაც კარგად იქნება წარმოდგენილი კავკასიის რეგიონი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ისეთი სახეობა ყავს, რომელიც სხვა ზოოპარკებში შეიძლება საერთოდ არ ყავდეთ. ამიტომ ხო ესეც ახლა დამთვალიერებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ აი ანუ დამთვალიერებლის და სპეციალისტის კუთხით სხვადასხვა ცხოველის ყოლა მნიშვნელოვანი. არის ცხოველები, რომლებიც დამთვალიერებლისთვის არის სანახაობრივად ლამაზი და არის რომლის ყოლაც მართლა პრესტიჟის ამბავია, ხო? და საქართველოში ბევრი ასეთი ცხოველი ყავს, მათ შორის ახლა დავუშვათ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც ბევრ ზოოპარკს არ ყავს, მაგრამ არის გადაშენების საფრთხეში. ხო, ახლა ეგ მიმართულება ავიღეთ, რომ ჯერ წარმოვაჩინოთ კავკასიის სახეობები და მერე რა თქმა უნდა ამას დაემატება უკვე სხვა რეგიონებიც, სადაც მიმდინარეობს ახლა მშენებლობები და იმედია ოდესმე დასრულდება. მანდაც ბევრი რაღაცა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ხან ტენდერია, ხან ტენდერშიც რო გაიმარჯვებს ვიღაცა, ან შეიძლება შესაბამისი გამოცდილებაც არ არის, ხო, დაუშვათ ახლა ევროპის რომ რაღაც ქალაქში რო აკეთებ ვოლიერს უამრავი დაუშვათ არქიტექტურული კომპანიაა გარშემო, რომელსაც მომსახურებაში აქვს უკვე ზოოპარკებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება და იციან ყველაფერი და აქ ეგეც პრობლემაა, იმიტომ რომ
ერთი ზოოპარკია. და არიციან რა და არ არის შემსრულებელი, რომელსაც აქვს გამოცდილება როგორ გააკეთოს ბავშვად დათვების ღობე ისე რომ ამ ცხოველმა არ გამოთხაროს ქვემოდან, ხო? ამიტომ ესეც ძალიან დიდი, ესე წელავს მე ამ პროცესს, იმიტომ რომ ხო ყველაფერს თავისი ესეც ხო დამთვალიერებელი ვერ ხედავს, იქ ხედავს რომ რაღაცაა, მაგრამ მიწის ქვეშ იქ რა ხდება და რამ ხელაზეა გათხრილი ბეტონია ჩასხმული თუ ბადეა ამოდებული, მაგას ხო ვერ ხედავს. ამიტომ ესე არ არის რომ უბრალოდ გადავრეკეთ ცხოველები და იქ გაუშვით და ეხლა დადიან საძოვარზე და ბალახობენ ერთად ანტილოპები და ლომები. ესე არ ხდება რეალურ ცხოვრებაში. ჰიპოპოტამი ახსენდა, ის პატივცემული ბეგი როგორ ბრძანდება? რამდენი წლის არის და როგორ არის? კარგად ბრძანდება, უკვე 20 წელს გადასცდა. ხო, კი, კარგად არის და ელოდება ახალი ბინის მიღებას იმანაც რაკნას, იმიტომ რომ ეხლა ხო შესახლებულია ლოჯში. მიშენება ფაქტიურად სპილოებთან არის ეხლა შესახლებული. და ის და თავისი დროებითი ვოლიერიც ლოჯს ვეძახი მე, ლოჯი მიუშენეთ წყალდიდობის მერე თქო და ახლა ჯერ იქ არის, მაგრამ ახალ ზოოპარკში ძალიან დიდი სივრცეა, უზარმაზარი ტბორი, რომელიც რო ნახულობენ ხოლმე ჩვენი უცხოელი კოლეგები, ამბობენ რომ ამხელა ტბორის ჰიპოსი არ გვინახავს საერთოდ. უი, მაგარია. რა კარგი სანახავი. იმიტომ რომ ძალიან დიდია და ეს თვითონ ეს აფრიკას ვეძახით ხოლმე, ეს აფრიკის ტერიტორია ძალიან გაშლილია. ლანდშაფტიც გავს რაღაცით აფრიკას, აი რაღაცნაირი ესენი ხეები, ეს ბალახი და ძალიან დიდი სივრცე ექნება იქ და პარტნიორი არის ყოლა. გაიხარეთ. თუ არ არის მაგის საშუალება. პარტნიორი, ესე იგი, ჩვენ მაღაზიას ვფიქრობთ, ჩემო ბატონო, ყავს შერჩეული ორი სარძლო. ნანახი მყავს ეს გოგოების ხათაშორის რიგის ზოოპარკში. სადედამთილოს თუ მოეწონა. ხო, ეს ეგეთ თვალით შევხედე მე იქ რომ ვიყავი, მაჩვენეს რომ ეს ორი გოგო გვინდა რომ თქვენს ბეგის მივათხოვოთო და რომ შევხედებ ჩვენიერი გოგოები იყვნენ, უბრალოდ სანამ არ დავამთავროთ, მანამდე ვერ ჩაბოლო. სადაურები არიან? რიგის ზოოპარკში. ევროპელი ბინადრობენ. ხო, უბრალოდ ეხა იმდენი ხალი გაგვეწელა, რომ ეხა იმასაც ნერვიულობთ, რომ შეიძლება ამაზობაში ცოტა რამდენ ხო საშუალოდ ბეგის რო ეკითხები, როდის დაოჯახდე? აი სახლის დამთავრებას ველოდე. ჯერ კიდევ არის იმედი, ასე რომ ნახოთ ეხლა თავარია რომ სიცოცხლის რამდენია ჰიპოპოტამებს? ასე ზუსტად არ მახსოვს. ჯერ ყოველ შემთხვევაში არის ჯერ საშიში არაფერი არა. აუცილებლად მეკითხოთ ერთიც. ჟირაფი იყო ჩვენ ზოოპარკში? ჟირაფი, ესე იგი კვირა არ გავა რომ ეს კითხვა არ დაგისვა. ეს კითხვა არ დაგუსვან, მაგაზე პოსტიც გქონდათ თქვენ. გინდა ინბოქსში, გინდა ესე ყოველდღიურობაში, გინდა რა ვიცი, ყველგან. ეს ჟირაფი რაღაცა ის გახდა ჩვენი თავარი თემა. ბოლოს იყო სიუჟეტიც კი მოამზადეს ძალიან ვრცელი მაგ თემაზე. სადაც ამოქეკეს საარქივო მასალები და იქიდან გავიგეთ საბოლოოდ რომ სადღაც 60-იან წლებში იყო ორი ჟირაფი, რომელიც ჩამოუყვანიათ, მაგრამ დიდხანს არ იცოცხლეს ამ ჟირაფებმა და მე როგორც ვარკვიეთ უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება ერთ-ერთი სფიტული თურმე. ხო და იმის მერე უკვე აღარ ყოფილა. მაღალჭერიანი ოთახი იქნება. ხო, იმის მერე აღარ ყოფილა. ახალში ხო არ გეგმავთ? ახალში ვგეგმავთ კი ჟირაფების ჩამოყვანას, უზარმაზარი საჟირაფე შენობაც გვაქვს გაკეთებული. უბრალოდ სანამ არ ეს ევროპის ზოოპარკები კი გვახმარებიან, მაგრამ ცხოველს ისე არ გამოგზავნიან თუ შენ შესაბამის პირობები არ დაახვედრე აქ ხო, ამიტომ სანამ საქმე მიდგება ამ ჟირაფების მოძიებაზე, მანამდე უნდა დავასრულოთ და მივცეთ ისეთი ფორმა, რომელიც დააკმაყოფილებს ცხოველების მოთხოვნებს და ძალიან პრეტენზიული ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციის. საინტერესო კურიოზები ხო არ გახსენდებათ? ასე უცებ გამახსენდება, ერთი გამახსენდება, კაი მოვყვები. მოკლედ ახალი მოსული ვარ ზოოპარკში და ზოოპარკში არის საფრთხეების სპეციალური ქცევის წესები, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცავდნენ თანამშრომლები და იცავენ. ანუ ეს შეეხება ყველაფერს დაუშვათ, რა დისტანციაზე შეგიძლია მიუახლოვდეთ ცხოველს, ბოკლომი რო არ უნდა დაგრჩეს გააღებული და ასე შემდეგ. ლოგოგინე, ბოდიში ლოგოგინე ყავს ფეხთან და არ გასრისო. ზედმო გადგა მაინც და მაინც. მოდი აქეთ წად. მიმართულებას შეგეცვლი. არა, პირიქით.
ხო, მოკლედ ძალიან კაცრი წესები მოქმედებს საფრთხეების, რომელიც აუცილებლად ყველა თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს. მე ახალი მოსული ვარ ზოოპარკში და დავდივარ და ვიღებ ფოტოებს. და ახლა მე ფოტოებს როცა ვიღებ ხოლმე, ესე იგი არის ვოლიერი და არის გარეთ დამცავი ბარიერი, რომლის იქითაც დამთვალიერებელი არ უნდა გადავიდეს. თუმცა აი წესების დარღვევაზე რომ საუბრობდით, ძალიან ხშირია ხოლმე რომ თვითონ მამები იღებენ შვილს და გადასვამენ ხოლმე ცხოველის ვოლიერში, რომ მე კარგი სურათი გამოუვიდეთ. შეიძლება სპილოს ვოლიერში გადასვან ხოლმე, ანუ ის ბარიერი რომ არის, იქ ის ნიშნავს რომ იმის იქით არ უნდა გადავიდეს ადამიანი. და ახლა მე ფოტოებს, ვიდეოებს რო ვიღებ ხოლმე, გადავდივარ, ოღონდ ვინმე არის აუცილებლად იქ და მე თვითონ ვარ ძალიან გაფაციცებული, რომ ძალიან ახლოს არ მივიდე, ძალიან ისე ყურადღებით და მოკლედ 100 თვალი და 100 ყური უნდა გქონდეს გამომული და ეს ახალი მოსული რო ვიყავი, მაშინ ქვემოთ გვყავდა ვეფხვები. და ჩავედი, ვიღებ ვეფხვებს უღებდი, მოკლედ ფოტოებს, 2 ვეფხვი ყავდა იქ და ეს მდედრი ძალიან ლამაზად იწვა ზემოთ და მამრიც სადღაც იქვე ტრიალებდა. დავიწყე მოკლედ ამის გადაღება და ძალიან გავერთე მოკლედ და თან ვიყურები რომ ძალიან ახლოსაც არ მივდივარ, მაგრამ აი ამ გადაღებაში რანაირად მოვიდა ისე რომ აი ჩქამიც არ გამოუცია, ეს მამრი ვეფხვი მოსულა ახლოს ბარიერთან და იქ ქონდა ესეთი ვერტიკალური ღობე ქონდა იმ ვეფხვის იმას და იქიდან გამოყო ეს თათი და ხედავ რომ მე კი დგავარ აქ და ვიღებ ამ სურათებს და ამას აქ გამოყოფილ ხერ და ეს ჩაბღუჯული აქვს ისა და ფეხზე? ხო და ეს თათი აიღო და ჯინსები მეცვა ეხაც მაქვს ის ჯინსები და აი როგორ დანები რო დაუსვა ესე დაუსვა ამ იმას რა და მეორე თათი გამოყო და უჭირავს და არ ეწყობა მე რა და მეხმარა თუ რა საღმაზრმა გაიღვიძა ჩემში რომ პანიკაში არ ჩავარდი და არა ვფართხალდი და არა ვხვანცალდი და რაღაც ის მივიღე რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება თქო და როცა შეხედე დაუცაცხანე რომ რა შვები მე ანუ არც გავიძე და ესე ვიდექი და გაუბრაზდი აი ძალიან მკაცრი ტონით უთხარი რომ რა შვები მე გამიშვე ხა ხელი და გამიშვა და წავიდა და მე გავაგზელე მე გადაღება მოვდივარ ამ ფოტოაპარატით ღიღინის და მაინც ამოვიარე იმებთან, ბეტებთან და ვეუბნები რომ აქ მუხლზე მეთქი სისხლი მომდის თქო, იმიტომ რომ იქ ვეფხვება დამკაწრეს და რამე რაღაცა ხომ მჭირდება თქო და იმად გონიათ რომ პატარა ბოკურებმა დამკაწრეს რა და არაო ხა ისინი პატარები არა მეოთხარი პატარებმა კი არა მაქსიმუსმა მეთქი და ყველა გაჩუმდა ოთახში რომ მაქსიმუსი იყო რაღაცა ესე იგი წარმოუდგენელი ხო და მე ესე ღიღინით რომ შევედი რომ უი მე ჯინსი დამიხია მაქსიმუს მე ის იყო რაღაცა ფანტასტიკის სფერო, მაგრამ ხო ეს ძალიან კაი გაკვეთილი იყო ახლა იმის მე ყოველთვის მანამდეც უბრალოდ აი ხო რაღაც გაერთეთ გადაღებაში კარგი კადრის ძიებაში კარგმა კადრმა გამიტაცა ხო, მაგრამ ხო ეს დამეხმარა ალბათ რომ მე ხა ჩვენებსაც რო ველაპარაკე და რა თქმა უნდა მომცეს გამჯორეს რომ რანაირად დაუშვი ეგ იმიტომ რომ ძალიან მაგრად გადავსჭი რომ აი ეს მაგრამ ალბათ კი არა ის იყო რომ ეს რო არა ვფართხალდი და არ დავიწყე ამ ფეხის ჯაჯგური იმიტომ რომ იმას რაც მეტად ჯაჯგურები ის კატებივით არიან და უფრო მეტად ვცდილობს რომ დაგიჭიროს და ეს ძალიან კაცრად რო გავუბრაზდი ჩათვალა რომ ეს უფრო საშიშია ხო მეორე მომენტი იყო კიდე ძალიან საინტერესო ახალი დაწყებული მქონდა მაშინ მუშაობა ზოოპარკში და ზურამ შემომთავაზა რომ გლებთან შეგიყვანო და მეთქი კაი შევიდეთ მგლებთან მე ხო რაღაც ისა ვარ და კაი მეთქი მინდა მეთქი მგლებთან და შევედით ამ მგლებთან და ამ მგლების ხროვას ყავდა ალფა მამრი ხელმძღვანელი სუბა რომელიც ძალიან ისეთი მაგარი მგელი იყო და ამართლებდა თავის პოზიციას, სოციალურ სტატუსს თავის ჯგუფში და ესე იგი რომ შევედით ამ ვოლიერში და ყველა მგელი მოიფანტა, ანუ ახლოს არც ერთი არ მოსულა. და ნუ ახლა ზურამ რა თქმა უნდა წინასწარ მომცა მითითებები, როგორ უნდა მოვიქცე, ხო, რომ არ უნდა გავაკეთო მკვეთრი მოძრაობები, არ უნდა ვიხმაურო და რაც სჭირდება, მოკლედ ესე გარეუცხოველთან ახლო კონტაქტს და
ვდგავარ და ხედავ რომ ამ ჯგუფს გამოეყო ეს ალფა მამრი ალფა და წამოვიდა ჩემკენ და მე ვდგავარ არ ვაქცევ ყურადღებას იმიტომ რომ ესე მომცაზურა მითითება რომ არ უნდა მიაქცე ყურადღება და თვითონ ანუ შენი ინიციატივით არ უნდა შეხვიდე ახლა ურთიერთობაში უნდა დაელოდო სანამ თვითონ არ გადაწყვეტს ამას და მოვიდა ეს სუბა ჯერ ტრიალებს რაღაც შორი ახლოს ესე ერთი რა ვიცი 5-6 მეტრის. მე ნელ-ნელა ესე წრეებს მირტყავს და სანამ ეს გელი დადის, ხო ის ხროვა საერთოდ არ ჩანს. კუთხეში არიან ყველანი. თქვენ გახართ თუ მოძრაობთ? ვიდექი შუაში ვოლიაში ვიდექი, ზურაც იქვე, მაგრამ ზურას იცნობდა უკვე სუბა მანამდე. მოვიდა მოკლედ ტრიალებს და ნელ-ნელა ამ წრის რადიუსს ავიწროებს და ახლოს მოდის. მე გავარე ხო თან რაღაცა ის მაგრამ ფოთოა რომ ამ ხელდა დიდი მგელი იყო სუბა საკმაოდ და მე მოვიდა და სურათებიც გადაღებული შესვრის. მე მოვიდა და ოღონდ როგორ დადის ესე კი არ დადის ესე რომ გიყურებს გაფაც. აი ვითომ ისე დადის ძალიან არც გაქცევს ყურადღებას რა. მე მოვიდა და რაღაც პერიოდი ესე გვერდით მედგა. არაფერს არ აკეთებდა, უბრალოდ იდგა გვერდით. მეც ვიდექი და მე რა ქნა იცი რომ ესე უსბად უკანა ფეხებზე შეხტა და აი ამ ადგილას ესე ჩამავლო კბილები. ოღონდ კი არ უკბენია, აი ზაღლებმა რო იციან, რომ მოგსინჯავს რა. და მე ვიცი რომ არ უნდა გავინძრე და თქვენ რა ნერვები ქონიათ? ჩამავლო ეს კბილები, მე გავაგზელე ისევ ესე უდარდელად დგომა და ეგ იყო ბოლო ჟესტი, რომლითაც მიმიღო ვოლიერში. ანუ მაგის მერე მოეშვა თვითონაც და ეს ჯგუფიც უკვე გამოვიდა და ყველამ დაიწყო აქეთ-იქით სიარული, მაგრამ ეს იყო და მე ესეც აღმოჩნდა რომ სწორად მოუქცეულ ვარ რომ მანდ არ დავპანიკდი რა მიკბინა და რაღაცები, იმიტომ რომ ხო სწორად მოუქცეულ ვარ ესე გლების თვალში კარგად გლების წინაშე კარგად წარდექი. გამოცდა ჩააბარეთ. გამოცდა ჩავაბარე, ხო ანუ იმაც კი არ უკბენია და ესე უბრალოდ მოსინჯა რომ რამდენად სანდო ხარ არაზე რაღაც თავისებური ესეთი მგლური ტესტი ჩამიტარე რომელიც ხო გავიარე. არ მაქვს სურვილი მგლებთან გამოცდის ჩავარელი. ვებხვების მომთვინიერებელი და მგლების ოჯახში მიღებული მზია შარაშიძე იყო მამების დროს სტუმარი. ხო ეს გამოიტანეთ სათაურად. ძალიან დიდი მადლობა. აუ ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი პატივისცემა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. არა და საინტერესო იყო. კიდევ ვიჯდებოდი აქ 1-2 საათი. ძალიან მართლა ძალიან საინტერესო იყო, ისე გავიდა ეს დრო, რომ საერთოდ ვერ ვიგრძენი, იმდენად საინტერესო თემები იყო და საერთოდ სასაუბრო თემა გვაქვს ხოლმე შვილები და ბედნიერები ვართ, როცა სტუმარი კმაყოფილია ხოლმე და მადლობა თქვენ ამ. მე მგონი ზოოპარკზე უფრო მეტი ვილაპარაკეთ. ზოოპარკი შვილებისთვის. ზოოპარკი შვილებისთვის. ზოოპარკი არა მხოლოდ შვილებისთვის, ზოოპარკი დასრულებისთვის არის რომ მე მათ სწორი ინფორმაცია გადასცენ შვილებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაყურებელს რომ გვიყურა და გამოიწერეთ ჩვენი. აბა და ლაიქეთ და გამოიწერეთ, კაი ხალხო რა. მადლობა.